გამარჯობათ, ეს არის იმოძრავეს პოდკასტი და სხვათა შორის პირველი ფიტნეს პოდკასტი და დღეს გვყავს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ფიზმომზადების მწვრთნელი, ყოფილი რაგბის ეროვნული რაგბის ნაკრების მწვრთნელი, ფიზმომზადების მწვრთნელი ირაკლი ჭყონია, იგივე ტიკო. როგორ ხარ ტიკო? კარგად, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ მოხვედი. რატომღაც უცებ ავნერვი ვიყავდი არ ვიცი რაღაც. შენ ხო შევაგრე ხარ თავიდან. ხო, თავიდან, მაგრამ ეხლა პირიქით არ ვიცი. მოკლედ ტიკო პირველი კითხვა რა გვინდა და პირველი შეხება როდის ქონდა სპორტთან? ცოტა ის როგორ დაიწყე ფიზმომზადების მწვრთნელობა და დღეს საშვები რა, ეხლა რა საქმეა? კი ბატონო. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ძალიან კაი საქმეს აკეთებთ, იმიტომ რომ ძალიან ჭირს ფიზმომზადებაზე კონტენტის შექმნა, პოდკასტები და ასე შემდეგ. და თქვენ ერთ-ერთი პიონერები ხართ ამ საქმის და ძალიან კაი საქმეს აკეთებთ. კარგი, ორი სიტყვით მაშინ დავიწყებ ჩემს განვლილ სპორტულ ცხოვრებაზე საუბარს. დაახლოებით 9 წლის ასაკში დავიწყე რაგბის თამაში. და იმის შემდეგ აი 16 წელი ვითამაშე რაგბი სხვადასხვა დონეზე, ჯერ დავიწყე ბავშვებში, მერე უმაღლეს ლიგაშიც ვითამაშე, საფრანგეთშიც ვიყავი 2 წელი და რო ჩამობრუნდი, ზუსტად დაახლოებით 2009-2010 წლები იყო, რომ ქრონოლოგიას რო უყურებდი, სულ უცხოელი ფიზმომზადების მწვრთნელები ყავდა და აი რატომღაც მომინდა რომ მეთქი ამ საქმეში მინდა რომ ჩავერთო და ამ საქმეს გავუძღვე წინ თქვათ ქართული მხრიდან და სოფლიო რაგბის და რაგბის კავშირის ძალიან დიდი დახმარებით მაშინ შევქმნით ფიზმომზადების ჯგუფი რაგბის კავშირის და აქედან დაიწყო უკვე ჩემი ფიზმომზადებასთან ესე პირველი ნაბიჯები ესე ვთქვათ. პირდაპირ გეტყვით რომ პირველი ფიქრი ისე ძალიან ბანალური და მარტივი იყო ჩემთვის, რომ რა უნდა ფიზმომზადებას, აგერ საფრანგეთშიც კაი გუნდში ვთამაშობდი, კლერმონ-ფერანში, იქ რასაც მასწავლიდნენ, თქვათ, აქ რაც მე მივარჯიშია სხვადასხვა მწვრთნელებთან, ამას ბავშვებს აქ ჭაობი ხო, რეალურად, ხო, რამოდენიმე მწვრთნელი იყო ათლეტიზმის, რომელიც ავარჯიშებდა ამ ბავშვებს და აქედან რა უნდა, გამოვიყვან ვარბენინებ და შევიყვან და დარბაზში ვავარჯიშებ და მორჩა და მაინც უკეთესი იქნება. რაც უფრო სიღრმეში შევდიოდი, მით უფრო ხვდებოდი, რამდენად ღრმა დარგი არის ზოგადად და რამდენად დიდი ცოდნა გჭირდება იმისათვის, რომ განსაკუთრებულად გუნდურ და პროფესიულ სპორტებში რომ დაგეგმო იგივე თქვა ძალა, ფეთქევადობა, სისწრაფე გამძლეობა და ეს ყველაფერი სინქრონში მოიყვანო და ამის მონიტორინგი აწარმოო. საკმაოდ ისეთ განათლებასაც მოითხოვს, შრომატევადია უზომოდ. მოდი ესე ვთქვათ, დაუფასებლობას თან ახლავს ამ პოზიციას ზოგადად, იმიტომ რომ მაინც ხარ ისეთ პოზიციაში, რომ ბევრ საქმეს აკეთებ, ერთ-ერთ ყველაზე ბევრს და შენი დაფასება არის შენი გუნდის წარმატება და შენი ინდივიდუალური სპორტსმენების წარმატება, რისგანაც როგორც წესი მწვრთნელი ძალიან დიდ სიამოვნებას ღებულობდა, ეს არის ინსპირაცია ზოგადად მწვრთნელისთვის, განსაკუთრებით ფიზმომზადების მწვრთნელისთვის, ამისთვის მუშაობ რეალურად. ამიტომ არის ცოტა რთული ხდება ხოლმე როცა ვთქვათ გუნდური სისტემიდან გამოდის მწვრთნელი, მისთვის სიამოვნების მიღება ვთქვათ ამ პროცესიდან ძალიან რთულდება. იქიდან გამომდინარე რომ ეს მოკლევადიანი, საშუალოვადიანი, გრძელვადიანი მიზნები აღარ გაქვს ვთქვათ, ან სადღაც სხვაგან უნდა მოძებნო და ამ მიზნების მიღწევაში სიამოვნებას რეგულარულად ვერ ღებულობ რა და ეს ძალიან რთული არის და მე ვთქვათ სხვა ცხოვრებაში უნდა მოუძებნოთ ეს გზები საბოლოო ჯამში მე ალბათ სიბერისკენ უკვე და აი ესე მოკლე ქრონოლოგია ვთქვათ ჩემი ფიზმომზადებასთან ასოცირების ეს იყო. შემდეგ ვიმუშავე 16 წელი ეროვნულ ნაკრებში, მანამდე ახალგაზრდულ ნაკრებებში ვიმუშავე რა თქმა უნდა თავიდან და 16 წელი ვიმუშავე, აქედან 4 წელი მთავარი ფიზმომზადება ვიყავი, დანარჩენი ასისტენტი ფიზმომზადების.
და ვიმუშაო ისეთ ძალიან მაღალ კვალიფიციურ ფიზმომზადების უცნელებთან, რომლებიც კონსულტანტებად იყვნენ მოწვეულები, ზოგი სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატებზე მოსამზადებელი უცხოელები კი. რეალურად მე ვიტყოდი, რომ რაგბის კავშირის კონტრიბუციამ ჩემი, თქვათ, პროფესიული განვითარების მხრივ, ფინანსური, თქვათ, და იგივე ამ კურსების მხრიდან რო არ ყოფილიყო და ამ ადამიანებთან, ამ გამოცდილ ფიზმომზადების უცნელებთან ჩემი ურთიერთობა არ შემდგარიყო, მე ალბათ ამ დონეზე არ მეცოდინებოდა ფიზმომზადება და შესაბამისად რაგბის ფიზმომზადება ამ დონეზე არ იქნებოდა. და რატომ? იმიტომ რომ ძალიან ჭირს განათლება ამ სფეროს. ხალხი უყურებს ეს სფერო არის სპორტის მეცნიერება არის, ანუ მეცნიერებაზე დაფუძნებული სფერო არის, რასაც აუცილებლად სჭირდება განათლება, სხვადასხვა მეთოდების, სხვადასხვა კვლევების წაკითხვა, ამ თემაში გარკვევა, რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი უნდა იყოს დადასტურებული, რომ ეს მუშაობს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვართ ისევ გამოცდელები და რაღაცებს ვცდით, რაც ჩვეულებრივად ნორმალურია, მაგრამ მას ბალანსი არ უნდა დაგვერღვეს და სულ გამოცდის რეჟიმში არ უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით მაღალი მიღწევების სპორტში ვმუშაობ, იქ ყველა წამი, ყველა წუთი ძალიან მნიშვნელოვანია რა და ჩვენ თქვათ ზუსტად არჩეული პროგრამირების გარდა სხვა რაღაც სკეთების უფლება და საშუალება ნაკლებად გვაქვს. აი ეს მოკლე მონახაზით დავიწყოთ. იმაზე გქონდა. თვითონ ტიკომას თქვა რომ იმაზე რა ქვია. მე როგორ მეგონაო წამოვიდე რაგბს თამაშობს და როგორ ადვილად უყურებდა ფიზმომზადებას, რაღაც ბავშვებს ვარბენებდა და წარმოიდგინე ხა სხვა ადამიანები როგორ გიყურებენ რა, ვაფშე ვინც არ იცის. რაღაცა ისინი ხვდები რა შტანგა აწევინე, შტანგა დაადებინე არის უმეტესობა ადამიანის. ალბათ მაგიტოა რომ დაფასება ცოტა ისეთი არის რა. თან საქმე როგორია, იცი რომ აი შენი საქმე თუ სწორად გააკეთებ რა შეიძლება რომ ერთ კვირაში შეიძლება ვერ ნახო რა შედეგი რა ხო ხტები გვიან მიიღებ ამ შედეგს და გვიან მოდის ეს ყველაფერი ამიტომ პირდაპირ ვერ ხვდებიან რა არის ამიტომ ვერ ხვდებიან მნიშვნელობას ფიზმომზადების რა და ვინც იცის მე მიხვდება ზოგადად ჭირს თქვათ იმის აღქმა რომ ფიზმომზადება დღევანდელ თანამედროვე სპორტში აუცილებელი არის, აუცილებელი მოთხოვნაა. ეს ანუ განუყრელი ნაწილია მისი. და ვისგან ჭირს, ანუ აი მე გეტყვი ვისგან ჭირს ყველაზე მეტად ჩემ შემთხვევაში. ჩემ შემთხვევაში ხა რადგან ფიზმომზადების უცნელი ვარ და რადგან მოჭიდავებს ვაორჩებ რა. მე კი ვიცი რამ ხელა რაღაცას ვაკეთებ და მოჭიდავებ, მაგრამ აი თვითონ უცნელი მე ფიზმომზადებ უცნელი ხო ჭირდება. მოჭიდავის უცნელი, მაგრამ იმან ის ვერ ხვდება შენ ჯერჯერობით იმას ვერ აღიქვავს შენ რამოდან შენ იმიტომ რომ თვითონ აკეთებენ ჩვენთან ოდითგანვე თვითონ აკეთებენ ფიზმომზადებას და სულ არის ეს წრეები ისინი ესენი და აი იმას რო დაანახო იმასთან კარგი ურთიერთობა უკვე ძალიან კარგია რო დაანახო რა საკეთონ ძირითადად ისე გიყურებენ რა აი ფიტნეს ტიპი ხარ ბიჭო აი მოჭიდავების მხრივ ანუ ისინი ძალიან თვითონაც აკეთებენ რაღაც ფიზმომზადებას არა კი ფიზმომზადებას მაგას გეუბნებ თვითონ აკეთებენ ფიზმომზადებას რომელიც ოდითგანვე იყო აი საბჭოთა კავშირში რო დავუწოთ ეს რომელიც მართლა არსებული მეთოდოლოგია არის სუდი კი არის წრეზე რო არის წრეზე მართლა ვაკეთებთ ანუ მეც ვიყენებ ყველა მაგრამ სულ ეს არის დღესაც რელევანტურია მარტო ეგ ხო ვერ იქნება მაქსიმალურ ძალაზე როცა უბერავ რაღაცას როცა გაინტერესებს ის ეს ну 10-დან 7 გამოადგება, მაგრამ ანუ ის 10-დან 7 გამოადგება. 6 ხო და იმ 4-ს ვაფშე სხვა რამე ჭირდება. პრობლემა ისაა რომ წონა ინდივიდუალური ვერ იქნება. 60 კილო არის 125 კილო ყველა ამ შტანგაზე. ანუ მე ხაზი მინდა გაუსვა ამ ადამიანების, ახლა ვიზე ჩვენ ვლაპარაკობთ მათ დამსახურებას, იმიტომ რომ ეს ადამიანები შედეგებს დებდნენ და ოლიმპიურ ჩემპიონებს დიდნენ მაშინ, როცა ფიზმომზადება საერთოდ არ არსებობდა ალბათ საქართველოში და ისიც მესმის რომ ძალიან რთულია ამ ადამიანებისგან მიმღებლობა თქვათ ესეთი გამოცდილი მწვრთნელი და მიდიხარ თქვათ ახალგაზრდა ბიჭი და მისგან ძალიან რთულია რომ შენ თქვათ ბოლომდე მოგენდოს ეს ნდობა არ არის პირდაპირ თქვათ ვალდებულება ამ მწვრთნელის ეს ნდობა ჩვენ როგორც ფიზმომზადების მწვრთნელებმა აუცილებლად უნდა დავიმსახუროთ. ნუ ეს კიდე მეორე თემა არის რომ საერთოდ თუ არა აქვს მიმღებლობა ამ მწვრთნელს ეგ კიდე ცალკე თემა არის მაგრამ ამ ნაბიჯ ჩვენ რას გეგმავთ რატო გეგმავთ რისთვის გეგმავთ იგივე წრიული ვარჯიშების ჭრილში ხო ანუ კუნთის გამძლეობისთვის მართლა საკმაოდ კარგი შეიძლება იყოს მაგრამ
უნდა იცოდეს თუნდაც რომ კუნთის გამძლეობის გარდა იქ ჭირდება მაქსიმალური ძალა, ფეთქევადი ძალა, ძალის ფეთქევადობა მეორემ, ჩადეწონებით ვარჯიში მაქსიმალური ძალის ხმების გამოყოფით, სასტარტო ძალა, პლიომეტრია ვთქვა და ეს ყველა კომპონენტი რისთვის ჭირდება, რომ მარტო ეს წრიული ვარჯიში არ აკმაყოფილებს ამ ყველა კომპონენტს, რაც თქვათ მოჭიდავეს სამუშაოა. და იგივე ამ ჭრილში ნაბიჯ სავარაუდოდ მუშაობით ამ ხალხს დარწმუნებული ვარ რომ ჯერ თვითონაც უნდა იგრძნონ რომ ეს მუშაობს. როგორც კი იგრძნობს რომ თავის პროგრამასთან ერთად ეს ჩვენი გაკეთებული პროგრამა არა თუ ხელს უშლის, არამედ ხელს უწყობს იმისათვის რომ ანუ ეხლა რეგბიში მაგალითს ვიძახით რომ მოთამაშე რატო არ გყავთ ეს მოთამაშე ჩვენ იმენად ცოტა ვართ ზოგადად პატარა ერი ვართ რომ ჩვენთვის ფუფუნებაა მაღალი დონის სპორტსმენის ყოლა და შესაბამისად შედეგებიც ის არის რა შეზღუდული გვაქვს ამის გამო და თავის მოკლა უნდა გინდოდეს მწვრთნელს რომ ეს შედეგები რამაც მოგცა ის არ გავაკეთოთ ან ის მოთამაშე არ ავიყვანოთ სათამაშოდ რომელიც თქვათ იდეალურ შედეგებს მოგცემს რა ანუ ალბათ ჩემი ინტერპრეტაცია ამ ყველაფრის ესე იქნება, თუმცა ძალიან რთული პროცესია და არ არის მარტივი პროცესი საერთოდ და მაინც ვალდებულები ჩვენ ვართ, როგორც ფიზიომზადების მწვრთნელები, ამ ეტაპზე ცხოვრების, სადაც ფიზიომზადება გასარკვევია მაინც ამა თუ იმ სფეროში, რომ ჩვენ უნდა გავიკვალოთ ეს გზა და ჩვენი შედეგებით ალბათ უნდა ვანახოთ ამ ხალხს, რომ ერთად კეთება საქმის აუცილებლად შედეგამდე მიგვიყვანს. შენც ნუ ეხლა ჩემთვის ხო მოგიყოლია რომ ქონია ეგეთი რა ანუ მაგალითად თავარი წვრთნელი სხვა რამეს იძახდა და შენ ჭირდებოდა რომ ესენი რაღაც სხვა რამე გაეკეთებინეთ. დღემდე არსებობს, დღემდე ბევრ კლუბში მაგალითად უმაღლესი ლიგის ეხლა მე რაგბის კავშირში ფიზიომზადების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოზიცია მიკავია და მიწევს კლუბების ფიზიომზადების მწვრთნელებთან გასაუბრება. დღემდე არსებობს ფიზიომზადების მწვრთნელები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ტექნიკურ მწვრთნელებთან, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ესეც თქვათ პირველ ეტაპზე ნდობის ფაქტორი არის, ცოდნის თქვათ აღქმის ფაქტორი არის მწვრთნელსა და ფიზიომზადებას შორის და თავიდან ყოველთვის არის ეს პრობლემები, მაგრამ საბოლოო ჯამში ისევ ერთობლივი მუშაობით მიიღწევა შედეგი, იმიტომ რომ მაგალითად მე ჩემს თქვათ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს პირველი რასაც ვთხოვ არის რომ შეისწავლონ სათამაშო ტაქტიკა გაიგონ თქვათ შეტევა, დაცვა, შერკინება და ასე შემდეგ რაგბში ეს ყველა კომპონენტი მწვრთნელის გადმოსახედიდან როგორ უნდა გამოიყურებოდეს და ამაზე უნდა დაშენდეს მერე ფიზიკური მომზადების გეგმა. ფიზიკურად ისე უნდა მოვემზადოთ, რომ ეს მწვრთნელის მოთხოვნები შეასრულონ ამ მოთამაშეებმა. და როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ფიზიომზადება ცალკე იყოს და რა ქვია, ტექნიკური მხარე ცალკე იყოს. იგივე მუშაობის დატვირთვა აღდგენის ჭრილში. ხო. როგორ შეიძლება ახლა ფიზიომზადების მწვრთნელმა ტექნიკური დატვირთვა არ დაითვალო და შენი დატვირთვა დაითვალო და საბოლოო ჯამში სრული სურათი გქონდეს ამ მოთამაშის დატვირთვა აღდგენაზე. წარმოუდგენელია, ხო? ანუ 100%-იანი ერთობლივი მუშაობა არის საჭირო წარმატებისთვის. თუ გვინდა რომ ესა რა ქვია, წიჩკა დაუსვათ, როგორც ესე იტყვიან, რომ ფიზიომზადების მწვრთნელი ყავს და როცა ცუდი ამინდი იქნება, ან დაგვეზარება, მაშინ მივცეთ ჩვენ ფიზიომზადების მწვრთნელს მუშაობის საშუალება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეს დიდი შედეგების მომტანი ვერასდროს ვერ იქნება რა. მე ეგრე მახსოვს, რომ მე თავიდან სწავლობდი პრიორიტეტი ყოველთვის იყო სტრეს მენეჯმენტი რა. ანუ რამდენად შეგიძლია ათლეტი დატვირთო ისე რომ ზედმეტი არ მოგივიდეს რა, თორე ყველას შეუძლია რომ აი რაღაცნაირად დატვირთოს რაღაც. მაგრამ ჩემი აზრით უბრალოდ ბევრმა მწვრთნელმა სპორტის და ასევე ფიზიომზადების არ იციან რომ ერთმანეთში კავშირი არის რა, ანუ აღდგენას ბევრია ეს თუ რა ხო ეჯიბრებიან თუ არა უბრალოდ არ იციან რომ აი ხა მაგალითად მწვრთნელი თუ არ ბენინებს 5 კილომეტრს მე ამანაც რაღაცა რომ გააკეთებინოს რომ ზედმეტი შეიძლება ზედმეტი ან ვაფშე არაფერ შუაში არ იყოს ერთმანეთს სვეტიგი დაგროვდება ხო და მე ტრამები მაგიტომ ატულობს ხოლმე ტრამიანობა რაღაცებთან გააჩნია ხა ვის როგორი მიდგომა აქ ანუ მაგალითად ალბათ რაგბში ზირთად ფაზებად არის რა რაღაცა ხო დროები ფაზები სამუშაო ხო ფაზებად როცა არის შეიძლება აი თუ ეს კომუნიკაცია არ დგება შეიძლება იყოს რა ჰიპერტროფიის ფაზა თუ არის
ანუ იქ რაღაცა ხუთი ბევრად მეტი სტრესი უგროვდება და ანუ მან ცოტა თუ არ ჩამოუწია იქ ტექნიკური რაღაცა, ანუ ბევრი რაღაც შეუთავსებლობა მიდის, მაგრამ ეხლა ერთმანეთის გარშე ეს ხვდები შანსი არ არის რა. საბოლოო ჯამში მაღალ დონეზე გვაქვს ისეთი ტექნოლოგიები, რომლითაც ვაკონტროლებთ ამ ყველაფერს. ხო. ეს ტექნოლოგიები საჭიროა ჰოლისტიკურად მთლიანად კონტროლი ამ პროცესების, მაგალითად GPS-ით ვაკონტროლებთ გარე დატვირთვას ყველანაირს. სიარული, სირბილი, რამდენი ირბინა, წუთში რამდენი ირბინა და ასე შემდეგ, აჩქარებები, მაქსიმალური სისწრაფე, მაღალი სისწრაფე 100 მეტრი კი ამოდის, უბრალოდ ჩვენ უნდა შევარჩიოთ რამდენი. შესაბამისად, ამასთან ერთად გვაქვს შიდა დატვირთვის ტექნოლოგიები, მაგალითად გულისცემის აპარატები, სადაც ამოწმებთ 85%-დან მაღლა დატვირთვით, რამდენი წუთს ვატარებთ კონკრეტულ ვარჯიშში და ამის მიხედვით სტანდარტები გვაქვს რა რეალურად და ეს ერთიანად მოწმდება და ერთიანად იმართება რეალურად ყველაფერი და ვერ იქნება გამოყოფილი ნაწილი, თქვათ, ტექნიკური ნაწილი და ფიზიკური ნაწილი ვერანაირად. ანუ ერთობლიობაში დატვირთვა მოთამაშის აკუმულირდება ერთობლიობაში და არა ცალ-ცალკე და დათვლა და ეს პროგრესი მაგალითად კვირიდან კვირამდე რეკომენდირებულია მაქსიმუმ 10-15%-იანი მოცულობის ზრდა. ანუ ლაპარაკია მაგალითად 10 კილომეტრი ამ კვირაში თუ ვირბინეთ, მომავალ კვირაში 11 ან 11.5-12 კილომეტრი უნდა გავაკეთოთ მაგალითად პროცენტულად. და ასე შემდეგ. თუ 10 კილომეტრიდან 20 კილომეტრზე ავხდით, ალბათობა ტრამვის იზრდება 50-60%-ით, იმიტომ რომ იმ მოთამაშეს იმის უნარი არ აქვს, რომ ეს მოცულობა ამ მოცულობის სირბილი შეძლოს და შესაბამისად ზედმეტ დატვირთვაზე მუშაობს და მერე თქვათ ნერვულად და ფიზიკურად თქვათ გუნდები ვეღარ უძლებს ამას ყველაფერს რა და ეს თუ ფიზმომზადების მსმელმა კარგად იცის, არ არის აუცილებელი რომ მაგალითად GPS-ი გქონდეს. არსებობს ხელსაწყოები, იგივე acute chronic load-ი არის მაგალითად, როცა მოთამაშის სუბიექტურ შეფასებას სამუშაო დროზე ამრავლებ და მაგითი ითვლი ამ დატვირთვას რეალურად და არსებობს სხვადასხვა მექანიზმები, რითიც თქვათ ამ დატვირთვის მონიტორინგს აწარმოებ და პროგრესს მატებას და თქვათ deload-ი ანუ განტვირთვის კვირაში კლებას, მაგასაც ვაკონტროლებთ, ეს კლება იმიტომ ხდება, რომ ადაპტაცია მოხდეს ოპტიმალურად. თქვა დატვირთვა და მერე deload-ი ან განტვირთვის კვირას სვავთ ხოლმე და აი ამ ბალანსს რაღაცა ხელსაწყო გჭირდება რომ ეს ბალანსი დავიცვათ რა, მაგრამ ეს ბალანსი კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ერთიანობაში ორივე ერთად ანუ ტექნიკური მხარეს და ფიზიკური მხარეს ჩართული უნდა იყოს ამაში აქტიურად. ისე შენ ანუ მწვრთნელიც იყავი და მოთამაშეც იყავი რა და ჩვენ ერთი მხრივ ვილაპარაკეთ ახლა მწვრთნელის კუთხიდან და მეორე მხრივ რომ თქვა თვითონ მოთამაშეები საფრანგეთში რომ თამაშობთ ისე აი პროფესიონალიზმის კუთხით დაანწენი იყვნენ ჩვენთან შედარებით? მე რომ თამაშობდი ცოტა დაახლოებით 2006-დან 2008 წლამდე ვთამაშობდი საფრანგეთში მაგ დროს საქართველოში ძალიან ის იყო ჭირდა რეალურად, ანუ ფინანსურადაც ძალიან პრობლემური იყო, იმიტომ რომ ხელფასებიც არ იყო, შესაბამისად ახალგაზრდა მოთამაშეებს უწევდათ თამაში უმაღლეს ლიგაში, იმიტომ რომ დასრულებს ოჯახები ყავდათ და სამუშაოდ იყვნენ გასულები და მაგას არ შევადარებ. მოკლედ განსხვავება როგორც წესი არის და ყველაზე დიდი განსხვავება არის, რაც ჩემი გატაცება არის ხა ბოლო დროის არის ბავშვთა და მოზარდთა გზელვადიან განვითარებაში. როგორც სასკოლო სისტემაში, ასევე საკლუბო სისტემაში. ანუ რადიკალურად განსხვავებულია და სულ სხვა შედეგებს იძლევა, თქვათ, ჩვენი და მათი. იმიტომ რომ ყველაფერს რაც გასავლელია ფიზიკური განვითარების ჭრილში და მულტისპორტის ჭრილში, რაც მნიშვნელოვანესია ბავშვების აღზრდაში, ამას ყველაფერს, თქვათ, ევროპული სისტემა აკეთებს სკოლაში. იგივე, თქვათ, პროფესიული სპორტებიც აქვთ და გუნდებიც ყავთ და იქაც ანუ ყველაფერს დაახლოებით 14-15 წლამდე ყველაფერს აკეთებს სკოლა. და შემდეგ 14 წლიდან კეთდება საკლუბო სელექცია და ზოგადად სპეციალიზაცია სპორტის დოარ ჩავთვალოთ ხატრული ტანვარჯიში, სადაც თქვათ ადრეულ ასაკში ამთავრებენ სპორტს, ხდება 15-16 წლის ასაკში. მანამდე მაქსიმალურად ბევრ სპორტს ათამაშებენ ამ ბავშვებს, ათლეტიზმის საფუძვლებს უყრიან, ან ვითარებენ ფიზიკურად
და ეს სხვადასხვა სპორტის უნარების მქონე ბავშვი მე კონკრეტულ სპორტში ბევრად უფრო წარმატებული არის. და თვითონ ტვინის განვითარებაშიც ახლა სეტანტაზეც ვილაპარაკებთ რა, ანუ ჩვენ ბავშვთა და მოზარდთა გრძელვადიანი განვითარების კურსი გვაქვს, სადაც დეტალურად არის აღწერილი 0 წლიდან 16 პლუს წლამდე კონკრეტულ ასაკში რა უნდა გააკეთებიო ბავშვს და სხვადასხვა თამაშების თამაში ტვინს 2-ჯერ და 3-მაგად უნვითარებს ბავშვს რეალურად. ამ უნარებთან ერთად რა უნარებსაც იღებს ეს ბავშვი ამ თამაშებიდან. რაც ძალიან ისეთია რა. რა მაგჭილში ძალიან გვიჭირს. მზაობა ნაკლები არის არა, მაგალითად სკოლების მზაობა არის ნაკლები, რომ შენ რომ მიხვიდე იდეით და ეს რო უთხრა, გეტყვი რომ ძალიან კარგი არის, ძალიან კაია, მაგრამ არანაირი ცვლილება და რესურსი არ გამოიყოფა მაგას. თუ არ ჩავსვით რაღაც ისეთ სკოლებს, სადაც ზვირიანი სკოლებიც არის, ისედაც აქვს მაგათაც. იმიტომ რომ სხვანაირად ათლეტები როგორ გვეყოლება უბრალოდ. ხო, აი ჩვენთან ყოველთვის მე ძალიან ბევრჯერ შევხვედრი ვარ, რომ ადამიანები იძახიან, რომ ჩვენ ქართველები ძლიერები ვართ, მაგრამ სწრაფები არა ვართ. ხო. ანუ ერთი მეორისგან დიფერენციაცია, რომ უთხრა თქვათ იგივე პროფესიონალს, მთავარი საძირკველი ყველაფერი სისწრაფის და სიმძლავრის და ასე შემდეგ არის მაქსიმალური ძალა. როგორ შეიძლება ჩვენ მაქსიმალური ძალა გქონდეს და დანარჩენი არაფერი არ გქონდეს. არ გვაქვს, იმიტომ რომ სათანადო დროს, სათანადო მუშაობას არ ვაკეთებთ ბავშვებში. იმიტომ რომ ეს ბავშვი დაახლოებით 20 წლამდე არასწორი უნარებით რომ ვითარდება, მასში გამჯდარია უკვე ეს არასწორი სირბილის ტექნიკა, არასწორი სხვადასხვა რაღაცეები და 20 წლის მერე უკვე თითქმის შეუძლებელია ამ უნარების შეცვლა ან შევცვლით, მაგრამ როგორც კი წნეხში ჩავარდება მოთამაშე, მაინც უბრუნდება ამ თავის ნასწავლი რაც აქვს თელი ბავშვობის განმავლობაში. მე ხა ბავშვებთან მუშაობ დაახლოებით 12-დან 17 წლამდე ბავშვები მყავს. ზუსტად მაგ ჭრილში რომ ჯერ ეს ერთი მაინტერესებდა მან ბავშვების თვითონ მდგომარეობა რომ მოვიდოდნენ და მე განათლებასაც ვიღებ მაგ ჭრილში, ხა მაგისტრატურაზე ვსწავლობ და მაგ ჭრილში განათლებასაც ვიღებ და ბავშვები მოდიან არაფერი არ იციან. ანუ არც ბუქნი არ იციან, არც გადაბიჯება არ იციან, არც ძირიდან აზიდვა იგივე აჯიმანი არ იციან და კვირაში 6 ვარჯიში აქვს რაგბის მაგალითად ან ფეხბურთის. ანუ ბავშვი რომელსაც სირბილი სპორტი აქვს და სირბილი დარბის სულ სირბილი არ იცის. ხო, ну აი ეგ რეალობა რეალურად გვაქვს და ის განათლება იგივე სკოლებშიც ანუ არავის არ მინდა ეხლა არ მიყვარს ხოლმე მაგრამ აუცილებელია რომ თანამედროვე ანუ ამ თვეში დღეს რაღაცას რო გავაკეთებ შემდეგ თვეში შეიძლება არარელევანტური იყოს ისენ ვითარდება ეს სფერო და იმდენი კვლევები ტარდება და შესაბამისად ამას ფეხს თუ ვერ აუბავ სწავლის ამბავში და განვითარების ჭრილში მე უკვე ძალიან რთული ხდება და მდორე ხდება პროცესი რა და ალბათ სახელმწიფო ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ჭრილში იმისათვის რომ ბედნიერი სპორტში წარმატებული ასევე ახან სპორტში წარმატებულია ცხოვრებაშიც ნაწილობრივ წარმატებული იქნება ახალგაზრდობა ყავდეს და უფრო წინ წავიდეთ და წავწიოთ ჩვენი ქვეყნის სახელი ისევე როგორც თქვა წინ წევენ ჩვენი მოჭიდავეები თოფურია დვალიშვილი და სხვადასხვა წარმატებული სპორტსმენები რა არ მინდა ვინმე გამომრჩეს. არა კიდე ჩვენ საუბრობთ ხოლმე მგონი რამ გადაგვირჩინა იცი რაღაცა თაობის ათლეტები ქართულმა ცეკვა. კი ბატონო. რაღაცა მაგაზია და მგონი გადაგვირჩინა ეგ ისინი იმიტომ რომ მაქედან გადმოსული ბავშვები ხა წინაზე სოსომას იგილაპარაკა ყველამ რომ აი ქართული ცეკვა გვიშველა მაგემეებში რა და მე მგონი მშობლების დამსახურებაა რა უფრო რა ანუ მშობლების პასუხისგებლობა უნდა იყოს სანამ ხა დაელოდები ეხლა არ მინდა რაფერი თქვა, მაგრამ სახელმწიფო ან რამე სტრუქტურამ რო იმას აქნას რომ ეს სავალდებულოა რომ აი რაღაცნაირი ფიზმომზადება არა, მაგრამ რაღაც ფიზიკური დატვირთვა გქონდეს სწორი სკოლაში. ბეისიკები მშობლებს შეუძლიათ რომ სხვადასხვა სპორტებში ატარონ და სხვადასხვა ასე ვთქვათ რა მოძრაობები ისწავლონ, მაგით განვითარონ თავისი ბავშვებმა განვითარონ თავისი ფიზიკური შესაძლებლობები არა? კი, ანუ ერთადერთი რასაც ხვდები ხოლმე მშობლებისგან ძალიან ბევრი კითხვა მოდის, ვთქვათ 10 წლის ბავშვმა უნდა ივარჯიშოს, ან ძალაზე ვარჯიშით სიმაღლეში ხო არ გაიზრდება და ვიღაცამ წერს სიმაღლეში რომ გავზარდო რა გავაკეთებიო და ანუ მშობლებმაც არ იციან რეალურად ანუ აზზე მე 6 წლის ბავშვი, 4 წლის ბავშვი და 6 წლის ბავშვი მომიყვანეს
კვირაში 4 ვარჯიშს ვარჯიშობდა ბავშვი დამატებითი ძიუდოს ვარჯიშებით და რაღაცეებით თუ გვიყურებს მივესალმები და დამატებით 3 ვარჯიშის გაკეთებას დამატებას აპირებდნენ სადაც რეკომენდაცია 9 წლამდე არის 90% თამაშები არასტრუქტურირებული ვარჯიშები და 10% არის სტრუქტურირებული ვარჯიშები 10% არის ანუ არა თითქმის ბავშვი სულ თამაშობს და ჩვენ დღეს კი შეიძლება ბავშვს მოწონს იმიტომ რომ ყურადღებას იქცევს ეს რომ აი რამდენს ვარჯიშობ და ვიღაცა შეაქებს და რაღაცა მომენტში რო ამოუვა ყელში ამ ბავშვს ეს ვარჯიში და ეს მე რო ვეღარ მიიღებს იმას რასაც იღებს აქედან და სიამოვნება და სიყვარულიც რო არ არის ამ სპორტის და მწვრთნელის მიმართ შესაბამისად ის ბავშვი დიდი საფრთხეა იმისი რომ საერთოდ აღარ ივარჯიშოს არასდროს მე რა ბავშვი ოპერაციული ქმედებების შესრულებას ანუ რასაც დაავალებ რომ გააკეთოს ეგ რაღაც რომელი ასაკიდან წავს 6-დან მაგიტრო არის სკოლა არა რაღაც ასაკი არის 6 მგონი მაგიტრო რომ სკოლა მაგიტრო იწყება 6-დან იქამდე შეუძლებელი არის რომ რაღაცა დაავალო და ეს თანმიმდევრულოდ მიყვეს მე 2-დან შემეძლო უკვე მენდია შეიძლება და არ ვიცი არ მახსოვს და შეიძლება ასაკი მეშლება მაგრამ რაღაცა ასაკი არის სადაც არ შეუძლია რა ანუ მეს ინტერესებს ხო მაგიტრო იძახის თამაშიო რომ იქ ფერადი სხვადასხვა ხელის ჩასაჭიდი სხვადასხვა ის გადახტომა ისეთი რაღაცა და ეხლა დათვური გადახტო სიარული ბაღაყის გადახტომა იგივე ეხლა გადახტომის ჭრილში წარმოსახვითი უნდა გააკეთო იგივე აი წარმოიდგინე რომ აქ ქვევით წყალია და აქ დგას რაღაცა საფეხურები აქედან აქეთ გადადი ანუ 6 წლიდან აქტიური სისწრაფის მატების ფანჯარა იხსნება ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ უნდა დავაყენოთ და 50 მეტრიანი აჩქარები ვაკეთებიოთ ეხლა ესტაფეტები ჩვენ ბავშვობაში იყო ძალიან კარგია სხვადასხვა ნიშნულების მიტანა მოტანა აქეთ წაღება წამოღება აი ამ სახით და შეჯიბრების სახით უნდა მოხდეს ამ ბავშვების გაცნობა სისწრაფესთან არიდებასთან ხტომებთან და ასე შემდეგ და ასაკთან ერთად ბევრი ბავშვისთვის ტანის წონით ვარჯიში შეიძლება იმაზე მეტი იყოს ვიდრე ძალის ვარჯიში რეალურად იმიტომ რომ ფიზიკურად არ შეუძლიათ ყველა წარმოიდგენს რომ ძალაზე ვარჯიში თუ არის ესე იგი წონები უნდა დავიდოთ და არ არის ეგრე იმიტომ რომ თვითონ თუ 300 კილო უკვე შეიძლება 15 წლამდე ვერ დაძლიოს თავისი წონა რა და მე რო დავდივარ სულ ფერმერს ვოქებით სუპერმერს ვოქივა სულ წონას ვარ ჩვენ თამაშების რავი ეს ორდროშობანა რაღაცა ძალიან მაგარი ეხა ხო ნაკლები არის ეს კონტროლი აღარ ხდება მე არ მოდის ორდროშობანა მაგრამ ეს სკოლაში თუ უბრალოდ უბანში უბანში გადაო ბავშვები საერთოდ გარეთ აღარ გადიან მართლა მაგარი თამაშია მაგრამ ეგენი თამაშები არის რომლებიც ჰენდაი ანუ თვალის და ხელის კოორდინაცია და თვალის და ტანის კოორდინაცია მოქმედებას გინვითარებს ბურთის სროლა აცილება ანუ რაღაცა რავი 1000 მოქმედება პარამეტრიკა არის კოკოს რა ქვია იმას მაგას ხო მაგას არის კლასობანა თუ რა რაღაც ის ვიდეო გეიმები როგორ არის ანუ ვიდეო თამაშებს ვიდეო ხო ეგენიც ხო ან ვითარებს რაღაცა მაგრამ ეხლა საინტერესოა ან ვითარებს კი რეაქციას ან ხო არის რაღაცა რომ ჰენდაი თვალის და ხელის კოორდინაციას და რეაქციას მაგრამ არა სპორტულ კონტექსტში. ხო, ანუ თუ ერთი კიდური კი არა და მარტო მაჯა. მოტორებს ვერ აკეთებენ, ბიჭო, რა რეაქცია გაქვს, მაგრამ ორგანიზმი არ მოყვება, ხომ ჩაისთოს რაღაც მზრობა გაკეთდეს. მაგრამ ხო. თვალს მაგრა გახედავს, მაგრამ თან არის ანახე ხყლება, რომ ეს რეაქციას ისეთი ქონდათ რა. ას კაუნტერის ტიპები გატესტეს ბავშვები და რაღაც სასწაული ის გააკეთეს. ყველა სპორტისთვის შეიძლება შემზადება, მომზადება, თქვათ იგივე ბავშვით და ჩვენიც რეალურად ჩვენც ეხლა დასრულები უკვე არ ვართ რა, მაგ ფუფუნებაში ზოგი სამსახურში დადის, ზოგი ოფისის სამსახურშია და წამოდი ფეხბურთი ვითამაშოთ და შეიძლება 5 წელი უთამაშებელი გახვიდე ფეხბურთი ვითამაშო და გაიწყვიტო რაღაცა, გაიწყვიტა მაგასაც მომზადება უნდა და ის თანმიმდევრობა უნდა, იგივე თხილამურზე სრიალს სანამ წავალთავის სრიალებს რაღაცები უნდა გავააქტიუროთ, ის ახსარია, კუნთია მომზადება უნდა. ბავშვიც იგივე არის ზუსტად რა, ეხლა რო თამაშობს რაგბში რა არის, ეხლა ტრამვები, ქვედა კიდურის თქვაც რბილი ქსოვილების ტრამვები არის, ესე იგი უკანა ნაწილი ეს ჰამსტრინგის გაძლიერება ჭირდება, ორთავას გაძლიერება ჭირდება, შიდა საზარდულის
და ნელ-ნელა ამითი ტრამვის არიდებას ვაჩვევთ. კისრის გაძლიერება, ტვინის შერყევის განგვიცავს კიდე და აი ეს ყველა სჭირდება, ყველა დაწყებული პატარიდან დამთავრებული დიდამდე და ბავშვებში უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ვთქვათ მათ ათლეტებად ჩამოყალიბებას უწყობს. ხო, მაგრამ უფრო ნაკლები რისკია, ხო? რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა. და მარტივი ათვისებადია მათთვის. ხო. ოტიკომ რა ჩამოთვალა ხა კუნთების გაძლიერება, რა ეგეც მნიშვნელოვანია რომ გაიგონო ყველა სპორტს აქვს ანუ ეს აქვს ყველას მე დაშენებული, მაგრამ ხა ეს სადაც დარბი ხარ ჰემსტრინგები რო ძლიერი გინდა ეს ხო საერთო აქვს რა რაღაცაში რა ანუ ეს general physical preparation-ი რაც არის ჯიბი ყველას უნდა ქონდეს ხა მე ფეხბურთელი ვარ და იმას ვიზავ წონას არა ვიღებ ეგეთები არ ვიცი არიან თუ არა კიდე რა მგონი ნაკლებად რა ისედაც არ ვიცი ფეხბურთში მე მგონი ზოგადად გლობალურად ცოტა ბევრად კი უფრო მეტი ინგლისის რესურსები არა იცვლება არა იცვლება ხო მაგრამ მე მგონი მაინც არის რაღაც ფიზმომზადების ფრთელები რომ აი მარტო ჟგუტით და აი რაღაც მოძრაობებს აკეთებენ ანუ აი ფეხბურთელი ხარ და სულ არ გჭირდება რაღაც max strength-ის ფაზა და მძიმე და რაღაც მაგრამ ვერ დაგეთანხმებ მაგაში რომ max strength-ი რო არ ჭირდებათ არა ჭირდებათ არა სულ შეიძლება არა სულ არა როგორც ახლა მორაგბეს ანუ ფიზიკური სჭირდება ეს სჭირდება და შეიძლება უფრო ხშირად მაგრამ ანუ ფეხბურთელებს სჭირდებათ მეთქი მაგრამ ესენი აკეთებენ აი სულ რაღაც აი დაბალი წონით ჯგუტით რაღაცა ცალფეხზე გადახტა აი ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მაგრამ ესეთია ესე იგი მეც მაკეთკი რომ max strength-ი გვეჭველია არა მაგის გარეშე წარმოუდგენელი ხო არა მაგის ვიძახდი რომ საჭიროა შეიძლება ნაკლებად სხვადასხვა სპორტებს სჭირდებათ სხვადასხვა სტანდარტი პონდეს არის რომ powerlifter-ებს უნდა ორი ხო ეგ მაგალითად რაგბიში არის ორი two times body weight-ი ორჯერ ტანის წონას უნდა და ქვედა ტანის ვარჯიშზე სანამ სიმძლავრე ფეთქებადობაზე გადახვალ. ფეხბურთში ეგ საად რა სპორტში? რაგბიში. ორი body weight-ს უნდა წავიდე. ორი body weight-ი სანამ თუ არა და რა გადავყავს ფეთქებადობაში? რაც არ გვყავს. ანუ ძალა ხო უნდა შევიძინოთ რომ ეს მერე სწრაფ ძალაში გადავიყვანოს. ორი body weight-ი ცოტა ისეთი სულ არ არის საიდან ზომავს. ეს არა აქვს მნიშვნელობა ფულსკი ხაზის მოთამაშეებს შედარებით ნაკლები აქვს მაგრამ 1 და 8-ზე 1 და 9-ზე ნაკლები არც ერთი. 1 და 8 და 9-ზე რა ფეხბურთში მაგალითად არის 1 და 6 ანუ below parallel-ზე ქვევიდან თვლი თქვა-ზე სადა აი სტანდარტ 90 თუ ქვევით ეს თუ გრას სკვატი თუ არა 90 და 90 ხო ჩვენი რაგბის ანუ მოძრაობის კუთხე რეალურად 90 არის. მაგის ქვევით თამაშზე ბევრად ხშირად არ გვჭირდება ჩასვლა და ძალის წარმოქმნა შესაბამისად ჩვენ ჰიპერტროფიისთვის არ იყენებთ ხოლმე მაგალითად მაგრეინჯებს აი თქვა ეს კი ბავშვებშიც ვიყენებთ რა თქმა უნდა. ბავშვებში ვიყენებთ აქტიურად და ბავშვებში ვცდილობთ რომ მოძრაობის კომპეტენციის ტესტებს ვატარებთ, იგივე დგომის პოზის ტესტებს ვატარებთ, რომ ეს შეზღუდვები მაქსიმალურად აღმოვფხრათ. და მე ნელ-ნელა ეხლა ჯერ დროის განმავლობაში თვითონ ტრამვების ისტორიიდან გამომდინარე შეზღუდვები ისედაც აქვთ მოთამაშეებს, თან სპორტიც არ მოითხოვს და შესაბამისად 90-ს ჩავწდებით უკვე დამაკმაყოფილებელია. როცა სიმძლავრეს შეიძლება ვაკეთებდეთ ისეთ ვარჯიშებს, სადაც მაგაზე ზედა ნაწილიდან ვიწყებთ ფათა. სიმართლეს ახლა რაზეც ვაპარაკობთ, მაინც რასაც ცოტა ისეთი ინდივიდუალური რაღაცეები არის რა, ანუ როცა ათლეტს უყურებ და მის кейსებს მე მიადვილდება ეგეთი რაღაც, იმიტომ რომ ინდივიდუალური სპორტი არის, მაგრამ როცა ვაპარაკობთ რაგბზე და ამდენი როცა არის, აი იმას როგორ ახერხებთ მაგალითად რა. ანუ ვაკეთებთ დიაგნოსტიკა უნდა გაკეთდეს, რაც თავარია პირველ რიგში. ანუ ვაკეთებთ დიაგნოსტიკას, ანუ ტესტირებას და უნდა შეგვეძლოს თქვათ demands of the game, ან რა ტურნირსაც ვთამაშობთ, იმ ტურნირის მოთხოვნებს ვიკვლევთ. ანუ რა გვჭირდება რეალურად, როგორი სისწრაფე გვჭირდება, რამდენ წუთიანი ეპიზოდები გვჭირდება, რომ გაუძლოთ. ასევე გვაქვს worst case სცენარიოები, კიდე რისთვისაც ვემზადებთ, ეს ბოლო ეტაპი. და მე ვგეგმავთ ამ გზას, რომ აქედან აქ როგორ მივიდეთ. ასევე გვაქვს საერთაშორისო სტანდარტები, სადაც სათითაო პოზიციაში ბევრი ვარჯიშები გვაქვს, რის სტანდარტებიც გვაქვს, რომ უბრალოდ ტესტირებისთვის არ იყოს და შევადაროთ თქვათ არსებული მდგომარეობა. და შემდეგ ინდივიდუალურად კეთდება მოთხოვნიდან მიხედვით, ვიღაცას ძალაზე აქვს სამუშაო, ვიღაცას ჰიპერტროფია აქვს პრიორიტეტი, ვიღაცას სიმძლავრე აქვს პრიორიტეტი, ამის მიხედვით უკვე დგება ინდივიდუალური პროგრამირება.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვათ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე კიდეც რომ ვიღაცას თქვათ ნაკლები დარბაზის ვარჯიშები აქვს მეტი სირბილის. იმიტომ რომ მისი პრიორიტეტი გარეთ არის. ამის გამო არის რომ რაგბში შედარებით მეტი ფიზმომზადების მწვრთნელები არიან, იმიტომ რომ თვითონ სამუშაო თითქმის ყველა კომპონენტზე უმუშაოთ. ისტრაფე, აჩქარება, არიდება, მაქსიმალური ძალა, ფეთქებადობა, გამძლეობა ყველა ტიპის კონტაქტი და რა ვიცი, ყველაფერი არის და აქედან გამომდინარე 4-5 ფიზმომზადების მწვრთნელი უმაღლესი დონის გუნდებში არის და ეს გვაძლევს მე საშუალებას რომ 1:8-ზე რეიშიოთი ანუ თანაფარდობით თქვათ დაახლოებით 1:10-თან მწვრთნელი მოთამაშის თანაფარდობით მიდის მუშაობა მე ჯგუფებში. ხო, პროტოკოლი გააქვთ, რა თქვათ მაგალითად, თორსა სპრინტს ვასწავლით რა. და სპრინტის სწავლა ხო ცოტა ტექნიკურად ზოგადად რთული არის, იმიტომ რომ თუ არ გასპრინტა ვერა, რას იყენებთ, სლედებს იყენებთ მაგისთვის მაგალითად, სლედს. პრაულერსაც და სლედსაც, ანუ მიწოლასაც და მოკაჩვასაც. ხო. ორივეს აქტიურად ვიყენებთ, იმიტომ რომ კვლევებით დამტკიცებულია, რომ ყველაზე მაგრა აჩქარებას. ხო, სლედი. აჩქარებას ეგუმატებს და ჩვეულის აჩქარება შენ მაგას გულისხმობ მე მე ისე ხო რა. რას? ანუ შენ სლედს ძახი უკან როიბავ. ხო, უკანაც და წინაც. მე პრაულერს ხო. ხო, ორივეს გულისხმობ. ანუ იმ დაქანებაზე კი, ჩვენთვის ახლა როგორც კონტაქტური სპორტისთვის პირველი აჩქარება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. რამდენი მეტრიან აჩქარებაზე იმუშავებთ ხო მაგალითად რა არის? მაქს 10 მეტრი სატესტო. აჩქარება 10 მეტრი. ხო, ამ ძირითადად ეგ არის და ისე ხაზის მოთამაშეს მაგალითად max velocity-ზე ეს max velocity ხო რა. რა თქმა უნდა, კი. და ჩვენ max velocity-ს გვაძლევს GPS. GPS. მეტრწამებში გვითვლის კონკრეტულ ვარჯიშზე და საერთოც აქვს. ხო, მაგრამ ანუ max velocity-ს ყველას ხო არ ასწავლით, იმიტომ რომ აქსელერაციის ფაზა ხო სხვა ტექნიკური მოთხოვნილება არის და max velocity სხვა არის და ანუ ხაზის მოთამაშეებს ანუ ხაზის ხო, მარტო ხაზის მოთამაშეებს. ხაზის მოთამაშეებს. ხაზის მოთამაშეებს არის პოზიცია, სადაც ძალიან იშვიათად უწევს თქვა ვიღაცას max velocity-ზე ასვლა, მაქსიმალური მასის სტრაფეზე, მაგრამ ის თუ სეზონში ორჯერ სამჯერ მაინც შეიძლება მოუწიოს მაინც ორჯერ. ჯობია კონდეს იგი არა ეს. თულია. იმიტომ რომ max velocity ზოგადად სისტრაფეზე ვარჯიშის დაგეგმარება და პერიოდიზაციაში ჩასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან მომთხოვნი ვარჯიშები არის. იქიდან გამომდინარე რომ თუ გვინდა max velocity-ს და max სისტრაფეს და აჩქარებას მოუმატოთ, მაქსიმალურთან ახლოს სისტრაფით უნდა ვირბინოთ. ხო. შესაბამისად ეს მაქსიმალურთან ახლოს სირბილი არის ტრამვის ალბათობასთან და დაღლასთან დაკავშირებული და ძალიან ესე სკრუპულოზულად უნდა ჩასმა ამ ყველაფერს, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ სეზონის განმავლობაში აუცილებელია რომ გქონდეს ჩასმული, იმიტომ რომ ძალიან მალე ხდება დაკარგვა ამ სისტრაფის თუ არ გექნება პერიოდული, თქვათ, exposure, რასაც ქვია, ანუ ჩართულობა ამ სისტრაფის ვარჯიში. მაგაზე რო ამბობენ, რომ მაგალითად კაკას მაგიტო რადგან max velocity-თან ახლოს უნდა ივარჯიშო, რადგან ეგეთი რაღაც არის, მაგიტომაც ამბობენ, რომ hill sprint-ები არ ვარ გავა რა, მე მაგეტაპზე. ანუ იმიტომ რომ განელებსო და სხვა ის არის, მაგრამ hill sprint-ი ხო რაღაც პონჩი ძალიან კარგი არის, თავიდან რო ვიღაცას ძალიან სწორი მექანიკა არის. არა, ერთ-ერთი წინაღობაა. ხო, წინაღობა სპრინტები როგორ არის? ოღონდ დასაწყისში არის. დასაწყისშიო მარტო რა, რო ის ხო, ვისვეთან ხო, შიოსთან მქონია და სხვა ვის სამილობა. არა, მედაშენ ვიგობ. მედაში. ხო, დასაწყისში არის კარგი და მე აღარ ვარ გაო? დასაწყისში კარგი არისო, რაც წავუქეთ და მე რადგან განელებს, ანუ max velocity-ს რადგან უკან წევს, მე შემდეგ ეტაპზე აღარ რა და მაგაზე მედაში ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ეხლა ანუ მაგ მოდი ესე ვთქვა, ცოტა სპორტულ ლოგიკურად რო გავყვეთ, ანუ hill sprint-ი განსაკუთრებით თქვა მაღალ აღმართზე ისეთი მექანიკა გვაქვს თქვა ტანის რომ აჩქარებაა ეგ მექანიკა გვჭირდება მარტო აჩქარებისას მოდი ესე ვთქვა მაქედან გამომდინარე არის ლაპარაკი იმისი რომ მაქსიმალურ სისტრაფესთვის არ არის კარგი იმიტომ რომ მექანიკურად მაქსიმალურ სისტრაფეს რო გავარბივართ მაქსიმალურად შედარებით გამართულები ვართ როცა აჩქარებისას 40-დან 60 გრადუსამდე დახრა გვაქვს და აღმართი ბუნებრივად გვაძლევს იმ კუთხეს, რომ აჩქარებაზე ვიმუშაოთ. აჩქარება არ შეიძლება იყოს 50 მეტრიანი და 60 მეტრიანი, თქვათ. და აქედან გამომდინარე, თქვათ, იგივე ბავშვებში ძალის განვითარების ჭრილში იდეალურია, თუ 100 მეტრიანი გააკეთებიე, პირიქით რაც უფრო დიდ დისტანციებს ნელ-ნელა მიოჩო და გააკეთებიე, მით უფრო მოაძლიერებ, მაგრამ მიზანი რა გვაქვს, თქვათ, იმისი, რა ქვია, აღმართებს რატო ვაკეთებ? ტექნიკა. ანუ აი კითხვა მოდის პირველ რიგში. Instagram-ზე ვნახე და ტექნიკა აჩქარება თქვათ, კარგია ძალიან. კი, ტექნიკა და თავიდან რეზისტენსაც გაძლევს. კი, კუთხეს მაგისტვის ყოველთვის კარგია, ანუ რეალურად რა, ეხლა
პროფესიულ სპრინტერებისთვის ახლა შეიძლება ის წინაღობა არ იყოს რელევანტური, უფრო მეტი წინაღობა ჭირდებოდეს თქვათ, მაგრამ ზოგადად ახლა აღმართში ძალიან მაგარია რა. მე მაგარი შედეგები მქონია. მეც მიყვარს აღმართი. ხო და ეგ რო წავიკითხე, საინტერესო იყო, მაგრამ მანდაც როგორ არის ახლა როგორც თქვი. ფიზმოზადები მე ვერ მივხვდი რა წაიკითხე. რა წავიკითხე და აი სპრინტერებსო. ხო. აღარ მახსოვს. შეიძლება იცოდე ეგ ტიპი მელოდიტიპი არის წვერით. დიდი აი ძალიან დაფასებული სპრინტის ის არის წვრთნელი არის რა. და ეგ მაგრამ ეგ მინა სპრინტერზე ლაპარაკობდა რომ ანუ არა რა ჰილ სპრინტი არავითარ შემთხვევაში არა და პირიქით თუ რა რაღაც დაუნჰილზე ვარ ბეინებო რომ ეგ დასაწყისში თუ საერთოდ ბოლო ან ჰილზე აღარ ვარ ბეინებ საერთოდ დასაწყისი არ ლაპარაკობდა უკვე ათლეტებზე ლაპარაკობდა რა ნუ ეხა სპრინტერი რო სწავლობს ტექნიკას და ჩვენ თუ იმას ლაპარაკობთ რომ ტექნიკისთვის არის პირველ რიგში ყველაზე კაი და აი ფრაულერი ან სლედი იმისთვის არის ყველაზე კაი რომ ტექნიკა ისწავლო და ის კუთხე მიიღო რეალურად მე აღარ გჭირდება მე უბრალოდ აქსელერაციები უნდა გააკეთო რომ ის სისტრაფე სალის ტრანსფერზე მუშაობდა, სამმაგ გაშლაზე მუშაობდა, რეალურად სხვა რაღაცებს აკეთებ. მე უკვე იმას აღარ აკეთებ. 250 მილიწამზე დაბლა, მაგაზე მუშაობენ, თქვათ მაქსიმალური სისწრაფის ჭრილში და მძლავრი ნაკლმა. აი სამმაგ გაშლავთ. ტიკო დამუღამული ყველაფერს იზახის ქართულად. უნივერსიტეტს ვაპირებ მაკეტ ვიუდივარ და მაგამ მე მიჭის მაგრამ მიჭის მაგალითად ეგეთ რაღაცების ქართულად ვარჯიშები გაა ქართულად? ეხა დავიწყე. ოღონდ გვერდზე რომ ინგლისური აქვს მიწერილი რა. მე თვითონაც ყველაზე საინტერესო ისეთი რომელია. ანუ რეალურად ძალიან ჩვენ ტერმინოლოგიაში მაგრამ ძალიან მოვიკოჭლებთ. და ძირითადად რუსულ ტერმინოლოგიაზე ვართ და ეხლა შემოდის უკვე ევროპული ტერმინოლოგია, მაგრამ აუცილებელია ჩვენი ჩამოვაყალიბოთ და მე მაგის მომხრევარ და მაკეთ მივდივარ. უბრალოდ ქართულად ვიწყებ, მაგრამ ახსნას მაინც ინგლისურად ვიძახი, რომ გასაგები იყოს ყველასთვის. გასაგებია სამმაგი გასმით რა, ხო, triple extension. გასაგებია ყველა. არა, ეგ მარტო არა, მაგრამ აი, ხო წოლითი ჟიმი თუ რა, ანუ დედლიფტი როგორ არის? ძირიდან ღერდის ამოკაჩვას ვეცახი მაგალითად. სამი სიტყვა. რა ვქნათ, რაღაცა ხონა დავარქვათ, ხო. მაგრამ ეგრე არის ხო? რუმინული ძირიდან ის ამოკაჩვა. რუმინული ამოკაჩვა რაღაცა. ნუ თულია. და კუნთებსაც რო იზახდი, მაგათაც ბარძაყის უკანა კუნთი ჰემს. ბარძაყის ორთავა, ოთხთავა და ისა წვივის ორთავა კუნთი და ხო. აი კუნთების სახელები კიდე არის უნივერსიტეტში. ანატომიაში არის. აა ჩვენ მე ლათინურად და სოლიუს და ასტროქს და კვადრიცეპს ხო ლათინური უკანა ბიცეპს მოყვეთ მაშინ მაქსეტანტაზე აბა რა საპირებთ და რა კი ბატონო რა ხდება ნუ პირველ რიგში განათლება ამ სფეროს ძალიან განუყოფელი ნაწილი არის განათლება და რეგულარული ვთქვათ CPD რასაც ქვია continuous professional development ანუ განუძობადი პროფესიული განვითარება აუცილებელია ჩვენთან სამწუხაროდ ფიზმომზადების ესეთი განათლება იგივე საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე არ არსებობს. მე როგორც ვიცი, ანუ პროფესიული სპორტის და იგივე გუნდური სპორტების და ინდივიდუალური სპორტების ჭრილში განათლებაც არ არის. აქედან გამომდინარე, რომ დავიწყე ძებნა, სეტანტა კოლეჯი რახან მსოფლიო რაგბთან აქვს და არა მარტო მსოფლიო რაგბთან ფეხბურთის ისეთ ორგანიზაციებთან აქვს ურთიერთობა, როგორც არის Manchester City, ესა Juventus-ი და სერიოზული აკადემიური განათლების წარმოებელი კომპანია არის, უნივერსიტეტი არის და მაგათთან დავიწყე მოლაპარაკება და მივახცე მოლაპარაკებას და წამოვიღე ჯერჯერობით მოკლევადიანი, ვთქვათ, სამთვიანი გადამზადების კურსები. ამ ეტაპზე მაქვს პროფესიონალური გუნდური და ინდივიდუალური სპორტების ფიზმომზადება. რომელშიც შედის თითქმის ყველაფერი, რაც გჭირდება იმისთვის, რომ ფიზმომზადებას გაუძღვე მწვრთნელი. ისეთი დონის არ არის, რომ თქვათ, პრე-კურსი ჭირდებოდეს, მაგრამ ისეთი მარტივიც არ არის, რომ თქვათ, ახალი არ მიიღო ბევრი ინფორმაცია. ჩვენ ახლა მაგალითად 18 წლამდე, 20 წლამდე მწვრთნელებს გავატარეთ ეს კურსი და ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ანუ გავდივართ ისეთ თემებს, როგორიც არის აჩქარება, მაქსიმალური სისწრაფე, არიდება, წინააღმდეგობის ვარჯიშები, იგივე ძალის ვარჯიშები, ვთქვათ, ფეთქევადობა, ძალა, პლიომეტრია, პროგრამირება, გზელოვადიანი დაგეგმარება, თითქმის ყველა კომპონენტს გავდივართ და საკმაოდ სიღრმისეულად, ასევე ანატომია, ბიოქიმია და ასე შემდეგ.
იმისათვის რომ და თავისი ხელსაწყოებით გამზადებული იგივე ვთქვათ მეთოდებით რომ ცნელს შეუძლია პირდაპირ აიღოს ეს მეთოდები და თავის გარემოში ვთქვათ სამცნელო გარემოში ჩართოს. ასევე სადღაც იანვრის პირველ ნახევარში ჩავრთავთ ბავშვთა და მოზარდთა გრძელვადიან კურსს, სერტიფიცირებას. ესენი საერთაშორისო სერტიფიცირებები იქნება, რომელიც ცნობადი არის მთელ სოფლიოში. და ეს ბავშვთა და მოზარდთა კურსში შევა ჩასახვიდან 18+16+-მდე ყოველ წლის მერე, ანუ იგივე თქვათ განვითარების ჭრილში ბავშვი თქვათ სიარულამდე რას უნდა აკეთებდეს, რა პერიოდებამდე, ლაპარაკამდე რას აკეთებს და ასე შემდეგ და შემდგომ უკვე დაახლოებით 4 წლის ასაკიდან ყოველ წელს რა უნარებზე უნდა ვამუშაოთ ბავშვი იმისათვის რომ არაფერი არ გამოვტოვოთ და მომავალში ვთქვათ მაქსიმალური გავაკეთოთ იმისთვის რომ ჩვენ შვილს იმის შესაძლებლობა გქონდეს რომ სპორტში თავის მაქსიმალური წარმოაჩინოს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ახლა მე რო პირველი შვილი შემეძინა ან უცნობი იყო საერთოდ ყველაფერი ბავშვი მე მეგონა რომ ბავშვი თავისთვის უნდა თავისით გაიზრდება ლაპარაკს თავისით დაიწყებს. ხო, ლაპარაკს თავისით დაიწყებს, სიარულს თავისით დაიწყებს. რასაც ახლა რეალურად ცოტა პრობლემებიც შეუხვდია ამას საბოლოო ჯამში დაგვიანებული. ამ ჭრილშიც ძალიან კარგი კურსი არის, იმიტომ რომ რეალურად ახალგაზრდა მშობლებისთვის ძალიან კარგი სახელმძღვანელო არის, აი ესე პირდაპირ არის დაწერილი, აი ამ დროს ამას აკეთებ, ამ დროს ამ. ის პრევიუ რა, პატარა რჩევები მოგვეც, ეხლა დაჩის ყავს 1 წლის გოგო და ნუ მეც მეყოლება ეხა მალე და რამე რჩევები არის რა მაგ ჭრილში. ანუ ვაფშე ვინც გვიყურებს იმათვის მშობლებისთვის რა. ბავშვების მოდი ესე ვთქვათ, ცოტა მერე მოზრდილ ასაკში მე 4-5 წლიდან დავიწყოთ. ცოტა უფრო ეს იყოს რა ქვია. სპორტთან რელევანტური იყოს ხო, ნუ პირველ რიგში რაც ვთქვით, ბავშვებს უნდა შევასწავლოთ უნარები მაქსიმალურად მათთვის მისაღებ და გასართობ გარემოში. ბავშვს არ უნდა კონდეს იმის შეგრძნება, რომ მე ამას რო გავაკეთებ, ვიღაცა დამიყვირებს, ან რაღაცა რობოტივით არ უნდა მოველოდოთ, რომ ბავშვი დიდი დასრულივით რაღაცა მოქმედებებს გააკეთებს. თამაშები გაიგივება, თქვა წარმოსახვითი თამაშები, თქვა ცხოველებთან ასევე გარემოს წარმოსახვითი თამაშები, იგივე წინაზე ვთქვით, აი ფლორის ლავა აქტუალურია ბავშვების მულტფილმებში. აი ეგეთი წარმოსახვით თქვა რაღაცა გადაბიჯება, გადახტომის ვარჯიშები. ანუ რეალურად ხტომა, სირბილი და სიარული და სირბილი, მოძრაობა, ეს ყველაფერი ბავშვს უნდა შევასწავლოთ თამაშების გზით, რაც არ არის მარტივი. და მოითხოვს თქვათ იგივე მშობლისგან თუ მწვრთნელისგან დაჯდომას, დაფიქრებას და რაღაცების გადალაგებას, იმიტომ რომ ესე არ მოდის ჩვენ თავში არ არის მოყვანილი ჩვენი ტვინი ამ სამსახურის მერე რომ მოვიდეთ და თქვათ ეგრევე თქვათ მოძრაობის უნარზე დავასვათ თამაში რა. ანუ და ხშირ შემთხვევაში ეგ ცოტა გამოწვევა არის მშობლისთვის და აი ეგ არის რაც დაღლილზე რომ მოვდივართ თქვათ მაგას ვერ ვაკეთებთ ბავშვებთან და იგივე ბავშვებთან ხშირი ურთიერთობა რაც უმნიშვნელოვანესია. ანუ ეხლა მეტი და მეტი კვლევები იდება, თქვათ მშობლის და ბავშვის ურთიერთობიდან გამომდინარე, ბავშვის განვითარება როგორ ხდება და პირდაპირ პროპორციულია განწყობა მშობლის, თქვათ აღზრდის პროცესში იმისთვის რა გამოვა ეს ბავშვი საბოლოო ჯამში ფსიქოტიპიდან გამომდინარე და ეს თქვათ იგივე ჩვენ თუ ავიღებთ ჩვენ ხელში ამ ბავშვის განვითარებას და გაზრდას, ორ კურდღელს დავიჭერთ ამითი, ანუ ბავშვს ფიზიკურად იდეალურად გავზდით, განავითარებთ და ასევე მამაშვილური ურთიერთობაც იდეალურ დონეზე გვექნება ჩამოყალიბებული, რაც ძალიან ისეთია რა. ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა მნიშვნელოვანია. ძალიან. დაენცრეჭება. თუ შეიძლება მაგალითად დაგამშვიდე. შენ ნეგატიური არ ხარ არც ერთ კონტექსტში და მაგის ნუ შეგეშინდება. აი ლაპარაკია დაყვირებაზე და ამ სამსახურის განწყობის ბავშვებზე გადმოტანაზე და ცოლქრული ურთიერთობის ბავშვებზე გადმოტანაზე და ასე შემდეგ. რა რისი შედეგიც არის იგივე ბავშვებზე დავიწყეთ ლაპარაკი და ისა დამამშვიდებს. მე მოიბერეთ როგორ რაღაცი რომ მე რას ვკითხულობდი იცი კიდე ბავშვებში ხო ვთქვით რომ სტრესული გარემო არ უნდა იყოს რა. მაგრამ ეს ნეიროპლასტიციტი რაც არის ხო არის. ძალიან გამიჭირდა იმის ახსნა ბოქსიორისთვის. რომ სპარინგი არ უნდა იყოს კიდე ერთი ჩხუბი რა და უნდა იყოს თამაში.
კამოს კითხულობდა ვერ არ შანსი პირიქით მუშტი თუ არ მოხდა რომ მივიღო და ანუ დიდებშიც ეგრეა რა რაღაცა პროცესი თუ ანუ თუ დაისტრესეს სწავლის პროცესი აღარ მიდის რა და რაც უფრო დიდი ხარ უფრო რთული არის ნეურო და ვერა neuroplasticity-ისთვის გაქართული სიტყვა არა neuroplasticity რაღაც ასაკამდე ბოდიში თუ ასაკამდე ნეშლება მაგრამ გონი 20 თქვა 20 ვინ მაგას რაღაც ასაკში არის სადაც ძალიან პლასტიკური არის ეს ვინი რა და რა ასაკში ანუ ისა ვარჯიში უნდა იყოს ვარჯიში სადაც უნდა იყოს თამაში მაგრამ ხო თამაში ხო იმიტომ რომ იქ ახალ რაღაცებს იმაშია როგორი რაღაც არის სპარინგზე გაქვს იმის უნიკალური საშუალება რომ ისეთი რაღაც გამოცადო და არ დაისაჯო იმის გამო რაღაცა გამ თუ მაინც ვისჯები მან და მაგას არასდროს არ გავტესტავ და შესაბამისად ვეღარ წავიღებ ამ იმუნარს და ამ შესაბამისად შენ შესაძლებლობებს ვერ გამო ხო ამიტომ სპარინგი არ არის კარგი როცა არის ძალიან ჩხუბი ეს არის ჩხუბი მაგისტვის მე მქონდა ეგ პადელზე ბრავო რაღაცებს ჩარლიჩევდი რაღაცებს და ისა რა ქვია პარტნიორი კი ნაპარნიკი რუსულია რა ქვია მეწყვილე იმენა მეჩხვრეებ შვები მეთქი რავი თამაშო ვერ თობი ანუ ტურნირზე არ გავდივარ ჩემთვის ის იყო რა იმას მიზანი ქონდა რომ მოეღო და მე პროსტა თამაშს ვსწავლობდი რა კი ეხლა ძალიან სპორტული კუთხით შეუტიეთ ამ ბავშვებს და ხო რაღაც ზღვარიც ახლა უნდა დავიცვათ ჩემ დროს იყო რომ ახლა მამა ჩემიც ეგრე იყო რომ იმენა ანუ თვითონ უფრო მეტად უნდოდა რომ მე ფეხბურთელი გამხდარიყავი ვიდრე მე რა ანუ რაღაცა თითქოს ეს თავისი სურვილები ჩემზე ქონდა ძალიან ახლა ეგრეც არ უნდა დავსტრესოთ ბავშვი ახლა თუ ვატყობთ რომ არა ინტერესებს ახლა დიდად ხო რაღაცა კი რაღაც გარემო უნდა შევქმნათ ვათამაშოთ ვარბენოთ ვახტუნაოთ მაგრამ ახლა ძალიან ზედმეტი სტრესიც არ ჭირდება რა რომ მოქმედებებია მნიშვნელოვანი მაგ ალბათ ახლა მე რეკომენდაციებს მშობლებს ასაც მივცემდი რომ შენ ფეხბურთელი უნდა გამოხვიდე თუ შენ რეგბისტი უნდა გამოხვიდე მაგის ძახილით ბევრს შეიძლება ვერაფერი ვერ შევცვალოთ შეიძლება შევცვალოთ კიდეს გააჩნია ბავშვს მაგრამ რას ვაკეთებთ ჩვენ და როგორ უხსნით ამ ბავშვს რომ ეს გზა როგორია რა უნდა გააკეთოს რამდენად რთულია ვთქვათ იგივე რამდენი რისკი არსებობს იმისი რომ ყოველ წამს დამთავრდეს ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე იგივე მომზადების ჭრილშიც ალბათ რაღაცა დოზით უნდა ვიცოდეთ თქვათ იგივე ბავშვების განვითარებისთვის ფიზიკურად რა გვჭირდება ან ტექნიკურად რა გვჭირდება უკვე ჩვენ იმ ეტაპზე ვართ რომ თუ გარედან ვერ მივიღებთ ამას ჩვენ თვითონ უნდა ჩაუღრმავდეთ ალბათ ამას რა რაღაცა დოზით რომ იმდენი ინფორმაცია ეხლა რა ხო კი ბევრი ინფორმაცია ონლაინ კურსები ძალიან ბევრი და ანუ ბევრი ცოდნის მიღება შეიძლება რომ ბავშვს დავეხმაროთ მე მაქვს ერთი კითხვა ჩემთვის ძალიან ისე ცოტა ეგოისტური ახლა მე და შენ რაღაც დაახლოებით ერთი ტრავმა მოგვივი და ფიზიკური იმიდან რა ქვია და მე რა მაინტერესებს ახლა შენ ახლა აქტიურად ვარჯიშობ აქტიურად ვერ ვარჯიშობ იქიდან გამომდინარე რომ ხო ანუ რაც აქილევსი რო გამიწდა მაგის მერე ცოტა მიჭირს აქტიურობა ამ ჭრილში რაც შემიძლია იმას უფრო დაიწყე ახლა ფიქრობ თუ არა არა მანამდე ვარჯიშობდი ახლა იმდენად ცოტა ამომაგდო ამ ტრავმამ რომ მე თვითონაც არ წარმომედგინა რამდენად რთული იქნებოდა და ანუ გზელვადიანი ეს და რო გტკივა რაღაცა და ეხა თან არაფერი რო არ გაჩქარებს და გასწრაფებს ეხა პროცესი ადრე მქონდა რომ მოედანზე უნდა დაუბრუნებულიყავი რაც არ უნდა მომსვლოდა და მაგაზე ნერვიულობა და წვალება მქონდა და ეგ წნეხი რახან არ მაქვს მე თვითონაც დიდად არ ვჩქარობ და მაქედან გამომდინარეა ალბათ ეგ ყველაფერი მაგრამ ნუ დრო უნდა რა ყველა ტრავმას დრო უნდა და განსაკუთრებით ოპერაციებზე ადეკვატური დასვენების პერიოდი გჭირდება რომ ყველაფერი წყობაში ჩადგეს რა ხო არა რატო კითხულობ იმიტომ რომ რეალურად ახლა ბავშვობაში არა 1-5 წლის წინ საერთოდ არ წარმოვიდგენდი რომ რაღაც უბრალოდ რაღაც გაქცევიდან რაღაციდან ეგეთ ტრავმა მომივიდოდა და ეხლა ვარ რეალურად იმდენად ჩამორჩები ყველაფერში რა ანუ ყველანაირ ფიზიკურ შესაძლებლობებში ერთი რაღაც მობილობა მაქვს ბევრად უფრო მეტ ადამიანზე უკეთესი მაგრამ ეს ფეთქებადობა ის რაღაცა რომ ანუ ვერ მოვიფიქრე როგორ უნდა ვივარჯიშო ანუ მაშინ ყოველდღე უნდა ვარჯიშობდე რა სხვადასხვა რაღაც ხო ყველაფერი რო გავაკეთე თან მინდა რომ წოლით იმაზე ბევრი ავწიო თან სხვაზე მინდა ის გავაკეთე თან ეს მობილობა მინდა
ხო და სეტანტა რა სიძახის 40 წელს სეტანტა ზოგადად სეტანტაზე არ გავჩერდები, მაგრამ ზოგადად თანამედროვე კვლევები აჩვენებს ერთ რაღაცას, რომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ კუნთის მასა ჯერ აუკრიფოთ და მერე შენარჩუნებაზე ვიმუშაოთ. და რატო ახლა ლოგიკურიც არის რეალურად განსაკუთრებით ამ კუნთებს, 4 თავა კუნთებს ეძახიან სიცოცხლის კუნთებს, სიარულის კუნთებს. ეს კუნთები არის პასუხისმგებელი ძირითადად ჩვენს სიარულს. წელი უფრო არა? კი, ანუ მე ძალიან მინიმალისტურად ლაპარაკობ ხა რომ ხო და ეს კუნთები როგორც კი დროთა განმავლობაში უვარჯიშებლობის გამო განგველევა, შესაბამისად ვეღარ შევძლებთ სიარულს. და კუნთიც ვეღარ გულის კუნთიც ვეღარ იმუშავებს ოპტიმალურად, იმიტომ რომ ისიც კუნთია და დასუსტდება, შესაბამისად სისხლს ვეღარ ამოკაჭავს და საბოლოო ჯამში მაგეთ მივდივართ და კიდე ერთი მთავარი ფაქტორი რაც არის, რაც ასაკში შევდივართ, მით უფრო რთულდება კუნთის მასის მატება და რაღაცა ასაკში შეუძლებელი ხდება თითქმის უკვე შენარჩუნებაზე მუშაობ დაახლოებით 70 წლის მერე და ამასაკის მერე. ამიტომ ეხლა არის მნიშვნელოვანი რასაც ჩვენ გვეუბნებოდნენ ბავშვობაში, ის თურმე არ ყოფილა მთლად ესე, რომ რაც უფრო ასაკში შედიხარ, მით უფრო ნაკლები უნდა დატვირთვა, უნდა გქონდეს და პირიქით არის რეალურად რა. ანუ კუნთის მასის მატებაზე უნდა ვიმუშაოთ, შესაბამისად კუნთის მასის მატებაზე რომ ვიმუშაოთ, წონებით უნდა ვიმუშაოთ. მარტო სირბილი არ არის საკმარისი და ეს შემდეგ მოგცემს იმის საშუალებას, რომ ტონუსში და ფორმაში ვიყოთ, თქვათ, უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს როგორ უნდა გავაგებინოს? როგორ უნდა გავაგებინოს? ანუ მე ძალიან მიჭირს რა. სულ მეუბნება რომ აი თუთ გოგოებს თუ ავარჩიებ. მეუბნება რომ ნახე ძალიან დავიკუნთე. მე მეუბნები ხოლმე რომ შენი ყველაზე მეტი ოცნება უნდა იყოს რომ მართლა ძალიან დაიკუნთო. ანუ შენში 5 ჯერ ვარჯიშობდი და ეგ მაგას ვერ მივაღწიე და მაგას თუ მიაღწევენ ერთი ვარჯიშით მაგას მეცინას ვეუბნები შენ მანამდე კუნთი არ ქონდა თქო მაგას და ეხლა გამოგიშდა არა აბსოლუტურად ყველა მეორე კიდე ანუ აი ბევრს გონია რომ აი ფამპს რომ მიიღებს დარბაზში და კუნთი სისხლით გაიბერება всё ეგა და ეგეთი და ანთება არის და მეორე დღესაც მეორე დღეს მაგრამ ერთ კვირაში რაც არ უნდა ორ კვირაში ტიპებს ფორმები ეკარგებათ რა ანუ ყველას და დიეტები კიდე საშინელება საშინელია აუ ზოგადად წონის კლება დამოკიდებულია ასევე კუნთის მასის რაოდენობაზე ორგანიზმში იმიტომ რომ კუნთი მოძრავი მასა არის და კუნთის ფუნქციონირებისთვის ადამიანი კალორიებს ხარჯავს რაც უფრო მეტი აქვს კუნთის მასა მით უფრო მეტაბოლიზმი მაღალი გვაქვს და მეტ ცხიმს წავთ რეალურად და საწინააღმდეგოს აკეთებენ რა, ანუ ყველაფერს აკეთებენ კვებით და ვარჯიშის სტილით, რომ კუნთის მასა დაიკლონ და დაიკლონ. შესაბამისად მეტაბოლიზმი იკლებს და იკლებს. სასწორში. და დღეს განმავლობაში არაფერს ანუ ისეთ სასტარტო კალორაჟი, ანუ არაფერს რო არ ვაკეთებთ ორგანიზმს ხო ჭირდება კალორაჟი რაღაცა ფუნქციონირებისთვის სულ არ ვიმოძრაოთ. ეს კალორაჟის რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს და იკლებს. შესაბამისად ის რასაც ვიღებთ, უფრო მეტად და მეტად ცხიმში და პლუსში მიდის, ხო? ანუ და უგულმა აკეთებენ რა ყველაფერს. თან ცხიმის იმის ცილის ამოგდებით რაციონიდან, ჯერ ისედაც ძალიან რთული გახდა უკვე დღევანდელ ცხოვრებაში ცილის მიღება, სადაც არ უნდა შევიდეთ მაღაზიაში, ცილი სუნახში წყალია ყველგან. ცილა არსად არ იყიდება, ან თუ იყიდება, უკვე ისეთი ფასი ღირს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოველდღიურ რეჟიმში აღარ არის. ჩვენ რო ბუნებრივად მარტო გრეჩიხის დიეტას ვაკეთებთ და ცილას საერთოდ რო არ მივაწოდებთ ორგანიზმს, რითიც კუნთი იზრდება და ფუნქციონირებს, მერე კუნთის განლევა ხდება და დგებიან სასწორზე ეს გოგონები და წონაში ნაკლები არიან, მაგრამ სარკეში ჩახედვა ხო გვინდა კიდე რა, სარკეში უკვე მოგვაჩვენებს, რომ ფორმები დაკარგული გვაქვს, თქვა წონა კი ნაკლები გვაქვს, მაგრამ ფორმებს მაინც ვიკლებთ რა. მიუხედავად იმისა, ცოტა ცხიმს მაინც იკლებენ რა და კუნთის მასის მატება და ცილის მიღება, თქვა თუ ვეგანი არ არის, მაგიტომ არის საქართველოში თქვა იგივე ვეგანობა რთული, რომ ის პროდუქტები, რაც ცილის შემცველია, ცილა აუცილებელია, მაგის გარეშე ორგანიზმი დიდხანს ვერ გაძლებს, შანსი არ არის, მაგრამ სხვაგან შემცველები აქვთ ამ ცილის და ამას ხმარობენ და კიდე გააქვთ ფონი თავს და ჩვენთან ესეც არ არის და სამწუხაროდ ეს კიდე უფრო ართულებს ამ პროცესს. სპორტსმენებში ორმაგად მნიშვნელოვანია კვება რა. აბა რა, მთავარია ერთ-ერთი რა. ნუ ვარჯიშამდე რაღაც თამაშის მერე ხარ რაღაც პოდკასტს უსმენდი და როგორ რაღაცას ამბობდა, იცი შეიძლება მთელი დღის განმავლობაში ანუ
კარგად იკვებებოდეო, ყველაფერს იღებდეო ნუტრიენტულადაც და კალორიულადაც სპორტსმენი თუ ხარ, მაგრამ ანუ არასწორ დროს აკეთებდეო რა. თამაშამდე არ იცოდეო რა უნდა ჭამო, თამაშის მერე ზუსტად არ იცოდეო და ამ ყველაფრის ფონზე შენი ორგანიზმი სტრესში იყოსო რა, რაც მე ძილზე სახდენს გავლენას და ეს კასკადი მის. აი თემას შევეხეთ ეხა. მე ვიტყოდი რუტინა. სპორტსმენებს შემხოდია 20 წლამდე ნაკრებში სპორტსმენები, რომლებსაც რუტინა არ აქვს. ანუ თამაშის წინა რუტინა, როცა გაეღვიძებათ, მაშინ იღვიძებენ, რასაც უნდათ იმას შეჭამენ, რასაც უნდათ იმას გააკეთებენ და რატომღაც ორგანიზმისგან მოელიან, რომ მივლენ და მაქსიმალურს გააკეთებენ თამაშზე. რაც წარმოუდგენელია, ანუ ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენთვის ინდივიდუალურად რა რუტინა არის ყველაზე ოპტიმალური იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ მოედანზე. და არსებობს ამის ბევრნაირი სქემები, იგივე ნახშირწყლის მიღება, წინა დღეს იწყება ზოგადად და შეიძლება 2 დღით ადრე იწყებოდეს კიდე ის პროცესი, იმიტომ რომ დაახლოებით 500 გრამამდე გლიკოგენის შენახვის საშუალება აქვს ორგანიზმს. ეხლა 500 გრამს ერთ ჭამაზე შანსი არ არის ვერ შევჭამოთ რა, ანუ ძალიან ბევრი უნდა შევჭამოთ. ამიტომ რამოდენიმე კვებაზე უნდა დავიწყოთ და შევჭამოთ, ხო? ნუ ყველაფერს გავაკეთოთ. მაგრამ მე გადი 80 წუთი ითამაშე, ეგ არის. სავარჯიშო რუტინაც ძალიან მნიშვნელოვანია რა. ანუ აი ეს ყველაფერი მოხს ახლა Wilsel ჩემს კოლეგასთან მქონდა საუბარი და დაახლოებით 200-მდე ბაკალავრი გამოდის ყოველ წელსო და დაახლოებით 150-მდე მასტერი გამოდისო ყოველ წელსო რა, ანუ უნივერსიტეტებიდან. ანუ ხალხი არჩევენ ჯერ ხო ამ 150-200 კაცი ეს ყოველ წელს. ზოგადად რა მასა არის განათლებული ადამიანების ამ სფეროში წარმოიდგინეთ, რომ ამ ხალხში მთლიანად ამაში საუკეთესოებს არჩევენ, თან შემოიყვანენ სისტემაში, თქვათ, ინტერნებად, არ მოეწონებათ, კიდე შემოიყვანენ, მოეწონებათ, აიყვანენ, ამუშავებენ და ეს ხალხი, ვინც მუშაობს უშუალოდ ამ კლუბებში და ორგანიზაციებში, არიან ნარჩევი ხალხი რეალურად და მაგიტომ არის, რომ მე მათი თქვათ იგივე სპორტული დონეც მაღალია შედარებით ახლა რაგბის ჭრილში და არა მარტო რაგბის ჭრილში, რაგბირაშუაში, ყველა სპორტში აბსოლუტურად. და ჩვენთან ერთიც ანუ თიძე ჩამოსათვლელები არიან, ვისაც ესეთი თქვათ ფიზმომზადებაში აკადემიური განათლება აქვს, ლაპარაკია იგივე ბაკალავრიატი თუ მასტერი არის. ხო, ძალიან ცოტა არის რა ესეთი და ძალიან ცოტა კი არა, ხო, არ ვიცი. ეხლა მე ვსწავლობ მასტერს სადიპლომოზე ვარ უკვე თითქმის მისული და ნუ გადავწყვიტე ამ სიბერეს თუ დავარქოთ ამას რა. ნუ ეგეც მნიშვნელოვანია რა. ნუ მიუხედავად იმისა, რომ სხვა თქვათ აკადემიური სერტიფიცირებები გავლილი მქონდა, რადიკალურად განსხვავებულ განათლებას ღებულობ და უნარებს ღებულობ ამ ყველაფრით მაღალ დონეზე, რომ სწავლობ თქვათ ფიზმომზადებას რა. და რაზე იცავს საბაკალავროს? რა თემა გაქვს? საინტერესო თემა მაქვს, ხო, სადიპლომო მაქვს. რა ქვია, მაღალი მიღწევების სპორტებში, როგორ არის ესეთი მაღალი მიღწევების სპორტების მაღალი მიღწევების ტურნირისთვის მომზადება. ანუ ლაპარაკია ფიზიკური მომზადება და case study მაქვს ჩვენი ეროვნული ნაკრების 2023 წლისთვის მომზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ზოგადად ვაკეთებთ ახლა მაგ ტურნირის მოთხოვნები უნდა გამოვიყვანოთ, სპორტის მოთხოვნები გამოვყავს, მე რა პროტოკოლებს ვსვავთ, მე განრიგებს როგორ ვალაგებ და რის მიხედვით ვალაგებ, პრინციპში მთლიანი მომზადებას ვაკეთებ, რაც არაერთხელ გამიკეთებია. რა უნივერსიტეტი არის? სეტანტა არის, ოღონდ უკვე უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი არის, მაგრამ ხო, performance coaching-ი არის, ეგეთი ფაკულტეტი, მასტერის, რა. აი, ორი თუ ხარი თუ გინდა ხალხს, ვისაც გაუჩნდება სურვილი სეტანტაზე, თქვა. მე მგონი ფიზიკური მომზადების კურსები მარტო ეგაა საქართველოში. მე არ მეგულება ხო, სხვა და მაგ ჭრილში ანუ არის რამოდენიმე კურსები თქვა ფიტნესის და ჯიმ კოუჩის, რომელიც სრულიად განსხვავებული კონცეფცია არის, რა თუ ამ სფეროში მუშაობ, რა თქმა უნდა ძალიან კარგია და ეგეც ერთი სახის განათლება არის, მაგრამ თუ გუნდებთან და პროფესიულ სპორტებთან და სპორტთან გვინდა მუშაობა, ამისთვის სულ სხვა განათლება და მომზადება არის საჭირო და მე იმიტომ გადავწყვიტე რომ თქვა სეტანტა ჩამომეყვანა
რომ ეს ხალხი არის დაახლოებით 80 წლის გამოცდილებით უკვე ამ სფეროში და იმის მაგივრად რომ მე დამუჯდარიყავ მიუხედავად იმისა რომ დიდი გამოცდილება მაქვს საკმარისი იმისი რომ ვთქვათ ვიღაცების შემხედვარე მე თვითონ გამეკეთებია გადავწყვიტე რომ პროფესიონალების ნამუშევარი ჩამომეტანა და უკვე ნაცადი მასალა ჩამომეტანა და მომავალში ვგეგმავ რომ იგივე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ჭრილში ავიწიო ეხლა შემდეგი ნაბიჯები იქნება ვთქვათ პრე-ბაკალავრიატის და მასტერის კურსის ჩამოტანა, რომელიც სადიპლომოა ასევე და შემდეგ მინდა რომ დავიძრა უმაღლესი განათლებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ არც თუ ისე პოპულარული შეიძლება იყოს პირველ ეტაპზე განსაკუთრებით. თუ ძალიან კარგი იქნება, თუ დახმარებას რამე სახით თქვათ იგივე სახელმწიფოს მხრიდან ვინმე გამოიჩენს თქვათ ინიციატივას დასახმარებლად, იმიტომ რომ ეხლა ამ ჭრილში როგორც ესე მარტო ჭიდაობ, როგორც თქვათ და მარტო იმაშვები, ვცდილობ რომ წავიყვანო ეს პროცესები და ძალიან საინტერესოა რა და ჩემთვის ძალიან ისეთი დადებითი პროცესი არის და თურმე ეს ლექტორობა და ლექციების წაკითხვაც ყვარებია მომეწონა ესე იგი და მაგ სფეროშიც ვაპირებ რეალურად რომ განვითარდე. და როგორ უნდა ჩაეწერონ ან სადგიპონ? გვაქვს Instagram გვერდი, Instagram გვერდი არის, მეცადე როგორ არის? Setanta College Georgia. არის ესეთი გვერდი, ასევე ჩემს პირად Instagram გვერდზე თუ იმე დაინტერესებული იქნებით დეტალებზე, ირაკლი ჭყონია არის Instagram გვერდი ჩემი, სადაც არა მარტო ამ თემაზე სხვადასხვა საინტერესო ვიდეოები და საგანმანათლებლო მასალა მიდევს და აქაც შეგიძლიათ მომწეროთ ასევე მომწურავ პასუხს შევეცდები რომ გაგცეთ ყველა დეტალზე. სხვათა შორის ახლა 40%-იანი ფასდაკლება არის სერტიფიკატებზე პირველ თებერვლამდე და კაი დრო არის ჩასართვლად. მეგონი აუცილებელია თუ ვინმე აპირებს რა სპორტთან. სპორტთან უნდა მართალი თქვა რამდენად აინტერესებს სპორტი და არ აინტერესებს დარბაზი აინტერესებს ამ ხალხს. იმიტომ რომ ფინანსური შემოსავალი სავარაუდოდ ჯერჯერობით სამწუხაროდ ჯერჯერობით მაგ სფეროში უფრო მაღალია ვიდრე იგივე სხვადასხვა ფედერაციებში მუშაობის. რომ აი იმას თუ აკეთებ რაც მოგწონს. უნდა მოგწონოს. ხო, რა თქმა უნდა. მე თუმცა მოდი ესე ვთქვათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია იგივე დარბაზის მწვრთნელისთვის ახლა იქ ვინ მოდის შენთან სავარჯიშოდ არავინ არ ვიცით ხო ახლა სანდროს და თქვენ უფრო მეტი გამოცდილება გაქვთ მე მგონი ხო ანუ ფიტნესში შეიძლება რეგბისტი მოვიდეს შეიძლება რა ვიცი სხვა სპორტსმენი მოვიდეს და შენ როგორც მწვრთნელი მზად იქნები რომ ყველანაირი სერვისი შეთავაზო შენს კლიენტებს ამიტომ ერთით მეტი ხელსაწყო გექნება რეალურად იმ ორი კაპიკის საშოვნელად რა. შედას კაცო ეს ფუნდამენტ ანუ ეს ცოდნა ჩვეულებრივად შეიძლება რომ გამოიყენოს ჩვეულებრივად აბა რა ჩვეულებრივად მე ვისაც ვოვორჩებ ბოდიბილდინგს მე არ ვოვორჩებ არა ხო ის არის ფუნდამენტი და მე აქედან შეგიძლია სხვა ვარჯიშები მაქსიმალურ ძალაზე ვლაპარაკობთ იმიტომ კი არა რომ სპორტსმენი სჭირდება იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანისთვის კარგი არის რა იმიტომ რომ ხო ვთქვით რომ ასაკთან ერთად დეგრადაციას გადის ორგანიზმის კუნთები რა და მაგაზე სწრაფად დეგრადაციას გადის ძალის გამო ანუ სწრაფად ფეთქებადი ძალის გამომუშავება უფრო სწრაფია და ჩვეულებრივ ადამიანსაც უნდა რა არა მე მგონი ჩვეულებრივს უნდა კი არა აუცილებელია თუ ის ადამიანი მარტო ბოდიბილდერი არ არის რა და მარტო ჰიპერტროფიით არ არის დატვირთული იმიტომ რომ ყველა ადამიანის კეთილდღეობისთვის საჭიროა ეს მაქსიმალური ძალა გამძლეობდამცინი ფულ სიტყვებს ირჩა ხო ნუ რა გამძლეობა და ფეთქებადობა რა ყველას სჭირდება ექსტრემალურ სიტუაციებში განსაკუთრებით მეტად სერიოზული გამოგვივიდა და ისა არა უშ ნუ ახლა იცი რა ხანდახან კარგია ყველას ხდება ხოლმე ჩვენაც გვაინტერესებს იმაზე ლაპარაკობთ ხანდახან ვცდილობთ რომ აქეთ წამოვიდეთ და ანუ ვინც გვიყურებს იმათმაც რაღაცა ისე ჩაერთონ რა მაგრამ დაფასდება როდესმე კი დაფასდება რომ ყოველთვის ფასდება იმიტომ რომ ეხლა რომ მეურდება რაღაც ვარჯიშების მეთოდები და რაღაცები და სინამდვილეში 100 წლის წინ იყო დაწერილი იგივენაირად აქ დაბრუნდებიან ეგრეა კი რაღაცა ვიღაცამ დაიწყო სპორტზე და
ხო, ვის საინტერესებს ცოტა გააზიარებენ და რა თქმა უნდა. ციკოსაც გაიცნობენ. საბოლოო ჯამში რეგულაციაც უნდა შემოვიდეს, აუცილებელია რა, რომ ყველას არ უნდა შეეძლოს ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედების განხორციელება რა, მცოდნე ადამიანმა უნდა შეძლოს ეს, უნდა ისწავლოს, გამოცდილება მიიღოს და შემდეგ უკვე უნდა მივიდეს იგივე როგორც დარბაზის მწვრთნელის ჭრილში, ასევე სპორტული მწვრთნელის ფიზონზადებაზე მაქვს ახლა ძირითადად ლაპარაკი, თუმცა ყველას ეხება ეს რა. რაღაცა რეგულაცია აუცილებლად უნდა არსებობს. არ შეიძლება მე ახლა გადავწყვიტო, რომ ხვალ ექიმი გავხდე და წავიდე და ხვალ ოპერაციების კეთება დავიწყო, ხო? ანუ იგივე არის, ანალოგიურია აქაც და ეს მინიმალური განათლება აუცილებელია იმისათვის, რომ ის კოდექსები არსებობს თქვათ იგივე რა კლიენტების კეთილდღეობის თვალსაზრისით და ეს აუცილებლად უნდა შენარჩუნებული, შექმნილი და შენარჩუნებული იყოს ალბათ რა. ეგრეა. კაი, ისეთი პატარ-პატარა კითხვები რომ დავუსვათ ბოლოსკენ, აი რა მარტივი კითხვები. რა რჩევს მიცემენ სპორტსმენებს, რა აი რაზე გამოხმო ყურადღება, შეიძლება გვიყურებდეს ახალგაზრდა სპორტსმენები, რა სულ ერთია რა სპორტში შეიძლება იყვნენ რა. კარგი ის არის, რა ქვია. კარგი კითხვა არის და წამოწყება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვარჯიში არის 2 საათი, ან 1 საათი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დანარჩენი 22 საათი რას ვაკეთებთ. როგორც წესი მაგას არ აქცევს ყურადღებას ბავშვებიც, მშობლებიც. და მაგაზე ლაპარაკობთ. არის კვება, ძილი, კვების და ძილის გარეშე ჩვენი ნავარჯიშები ფუჭია, ფუჭი მთლად არ არის, მაგრამ შეიძლება 20% მივიღოთ თქვა ბენეფიტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში 80 მივიღოთ. უმნიშვნელოვანესი არის იგივე კეთილდღეობისთვის, გრძელვადიანი სპორტული კარიერისთვის. ის ლაპარაკია მარტო კვებაზე და ძილზე არა. თავის მოვლა, უნდა ვიცოდეთ აქტიური დასვენება როგორია, რომ მარტო წამოწვა მთელი დღის განმავლობაში და არაფრის კეთება პირიქით შეიძლება გხლიდეს და არა გვასვენებდეს. და ასე შემდეგ იგივე რა აღდგენის საშუალებები არსებობს, რომ ეს პროცესები ისე უნდა გქონდეს დაალაგებული რუტინას, რასაც ვიძახით, რომ მაქსიმალურად ვარჯიშიდან ვარჯიშამდე აღდგენას ოპტიმალურად ვახერხებდეთ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს 22 საათი, იმ 2 საათი ვარჯიშის გარეთ რას ვაკეთებთ. ეგ არის უნიშნელოვანესი და მაგას დააკვირდნენ. ასევე საკვებ დანამატებამდე, მაგიტომ ქვია ამას საკვები დანამატი, ლაპარაკია პროტეინი, კრეატინი და ასე შემდეგ, რომ ეს არის მოწყობილ დაალაგებულ კვებაზე ზევიდან დანამატი. და არა კვება გამოვაკლოთ და მარტო საკვები დანამატები მივიღოთ. საკვები ჩამნაცვლებელი ხო არ ქვია? ხო, დანამატი ქვია ზუსტად რა და მაგ რჩევას მივცემდი ახალგაზრდებს, რომ ჯერ დაალაგონ ისეთი საკითხები, რომელიც თავის ხელშია და ბევრად მეტ ბენეფიტს მოიტანს, მყარი საკვების ჭამა, დასვენება, ძილს 2 სიტყვით მინდა შევეხო, შეიძლება 8 საათი გეძინოს, მაგრამ სრული ციკლი ვერაზოს ვერ შეასრულო შენი ძილის. რა ლაპარაკია, ღამის 2 საათზე თუ იძინებ და მე 10 საათზე და 11-ზე იძინებ, იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. ძილს თავისი ციკლები აქვს, ღრმა ძილის ციკლი, REM ციკლი, რისი მიღების შედეგადაც წარმოიქმნება შემდეგ უკვე ზრდის ჰორმონი და აღდგენის პროცესი სწრაფია თუ ნელია, ამისგან არის დამოკიდებული. ჩაძინების ჭრილშიც ვიღაცებს უჭირთ ჩაძინება. ანუ ტელეფონის ყურება, კომპიუტერის ყურება აღიქმება ორგანიზმის მიერ, როგორც დღეა. და შესაბამისად მელატონინი დაბლა იწევს და უფრო ვიღვიძებთ რეალურად რა, ძალიან დეტალურად რო არ შევიდე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მეტი წიგნი ვიკითხოთ მაგალითად ტვინისთვისაც და ძილისთვისაც ძალიან კარგი არის, ძილამდე არის ლაპარაკი და ახლობით 1 საათით ადრე და ამისთვის მოვემზადოთ და ეს პროცესები უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენს რუტინაში. ჩვენც ყოფილვართ 16-17 წლის, ხვდებით რომ ეხა მაგასაკში რაღაცა სხვა რაღაცებისგან ხვდებით დაგირბის თვალები იქნება თუ სხვა რაღაცეები და მან თავარისა თუ მართლა სპორტსმენობა გინდა, ანუ ესეცია სპორტსმენის ცხოვრება რა, რაღაცებზე უარი უნდა თქვა რა. და მაქსიმუმი გააკეთო, ხა მე ან გამოგივა, ან არ გამოგივა. მე სუეუბნები მოთამაშეებს ხოლმე, რომ თუ რამის გაკეთება გინდათ, ანუ ლაპარაკია პროფილაქტიკის მიზნით არა. თუ რამე მიზნის მიღწევა გვინდა,
ამისთვის სამუშაოა ჩასატარებელი და შენი მაქსიმუმი უნდა გააკეთო ამის შესასრულებლად. თუ ნახევარს ჩადებ ამ საქმეში, მიიღებ ნახევარ შედეგს. და მე პრეტენზია არ უნდა გქონდეს იმისი, რომ მე თქვათ კვარაცხელია რატო არ გამოვედი. ამიტომ თუ გვინდა მაქსიმალური შედეგი, ეს მაქსიმალური შედეგი მაქსიმალურ ძალისხმევას და მონდომებას მოითხოვს. მაგიტომ არის ხშირად უყურებ ხოლმე სხვადასხვა პოდკასტებსაც უცხოურს და განსხვავდება მოთამაშე, თქვათ პროფესიონალი მოთამაშე დომინანტი მოთამაშისგანაც განსხვავდება იგივე მუშაობის ხარისხით და მუშაობის რაოდენობით. არიან მოთამაშეები, რომლებიც თქვათ დამწყებებზე გვიან იღლებიან, მაგრამ არიან მოთამაშეები, რომლებიც თქვათ თამაშის განმავლობაში არ იღლებიან. ან მაგალითად ჯორდანის ტიპის მოთამაშეები, კობი ბრაიანტის ტიპის მოთამაშეები, რომელსაც მიზანი ის კი არ აქვს, რომ უბრალოდ ითამაშონ. მიზანი აქვს ის, რომ დომინაცია გააკეთონ თავის სპორტში და პირველები იყვნენ. იგივე რონალდო და მესის მაგალითი არის. მათი მიზანი არასდროს არ ყოფილა, რომ ფული ეშოვნათ, თქვათ. იგივე ბევრი მშობელი ეუბნება ფეხბურთს თამაშობენ, რომ შენ დიდარი უნდა გახდე და მე უნდა შემინახო და მისი მიზანი არის, რომ მე ხელფასი მაღალი კონდეს და როგორც კი ხელფასი მიიღებს, მორჩა მაგის ფეხბურთის და ყველა სპორტი რა. ბავშვს სწორი მიზნები უნდა დაუსახოთ. ბავშვს ის მიზანი უნდა კონდეს, რომ თავის საქმეში საუკეთესო უნდა იყოს. მაშინ მშობლებსაც ურჩიოთ რაღაცეები, რა. კი ბატონო. მშობლებს არ ვიცი, ურჩევდი, რომ ხო, ან ფსიქოლოგიურ ჭრილში მე ურჩევდი, რომ ცოტა უფრო სიღრმისეულად მოექცნენ თავის შვილებს და იმიტომ რომ ის რაღაცეები, რაც ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ხშირ შემთხვევაში ასაკობრივი ბარიერიდან გამომდინარე, შეიძლება ჩვენი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი იყოს და ამისი ახსნა, გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი არის. იგივე ლაპარაკი თქვა სპორტის ჭრილში, სწავლის ჭრილში, თუ რა მიზანი აქვს მას, რა უნდა რომ გამოვიდეს, რა უნდა რომ გააკეთოს და როგორი გზა არის აქამდე მისასვლელად, ეს ბავშვმა უნდა იცოდეს და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რა უნდა და რა არა. მშობლისთვის მშობელს ბავშვი ყოველთვის ეყვარება, უბრალოდ დამოკიდებულია იმაზე, თქვა რამდენად წარმატებული იქნება ბავშვი, თქვა რამდენად შეიძლება ისე თქვა მეტად ძვირფასი იყოს, თქვა მშობლისთვის ეს ბავშვი, თორე სიყვარული ყოველთვის იქნება მშობელსა და ბავშვს შორის არ არსებობს სხვანაირად. ამას ურჩევდი მოკლედ რა. თქვენს თუ გაქვთ რამე კითხვები? არა, მაგრამ მე მგონი თუ არა და მაშინ სტუმრის კითხვა დაუსვათ ჩვენ ეგეთი. ნუ ერთი შეტურამის თქმა გინდა, ყოველთვის ვეკითხებით. ამე ისეთი. მე ხო, პრინციპში კაი საკმაო მასალა მოვიცავით და საკმაოდ ვილაპარაკეთ, ხო? კი, არა, უბრალოდ ვინმეს რამე. ოკეი. მე ვალე ხო არ ყავს. ხო, დამებრუნე აღარ ვიქნები. გახსოვს წინა კითხვა? და ეხა ვიხსენებ. ჯერჯი შენ არ გახსოვს? მე არ მახსოვს. სოსო მათიაშვილი ყავს. სოსო იყო. და ეგეთი რა კითხვა დაგვისვა. იცოდა ვინ მოვიდოდა? თუ პროსტა. რას მე თუ არ ვწდები რა სპორტსმენი იქნებოდი თუ არ იყო ანუ თუ სპორტსმენი არ იყო რა მაგრამ შენ სპორტსმენი იყავი და იკითხვა უკვე აღარ რო არ იყო რა სპორტსმენი გახდებოდი მოდი ესე თქვა რეგბი რო არ მეთამაშა რა სპორტს ვითამაშებდი მაშინ ეგრე ჩამოვაყალიბოთ ნუ კაი კითხვა ალბათ უფრო ისევ ალბათ ჭიდაობისკენ გადავიხრებოდი რა იმიტომ რომ ბუნებრივად სწრაფი არ ვიყავი ძალიან. აქედან გამომდინარე ვიყავი პირველ ხაზში ვთამაშობდი და არახადეს მოთამაშე. წონაზის პრობლემები სულ მქონდა მთელი ბავშვობის განმავლობაში და ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი ესე ვთქვათ რა. აი პიზბაზადების წვრილი არ ყავდა მაგის პრები. ეგარი ძალა ყველაფრის ბუნდა. ეგარი. კლასიკური რო ვიხსენებ ხა რეებს ვაკეთებდით ბავშვობაში აუ ჯერი დუტის კურტკებით იმის გაყინული კინებით რო ვარჯიშობდით მაშინ რო ვიღაცა ყოლოდა მართლა რო ეთქვა რომ ეს გააკეთე შილო ეს გააკეთე. ტიკო და რომელ ჭიდაობაში საათ? ჯიუდო მიყვარს რა თქმა უნდა. ჯიუდო ანუ ყველაზე მაგრამ მიყვარს ჯიუდო რა მე ისე ზოგადად ძალისმიერი სპორტები იგივე MMA-ც და ყველა ჭიდაობა მიყვარს აბსოლუტურად ანუ საყურებლად მაგარი ბოქსიც და ინდივიდუალური სპორტები მაგრამ მიზიდავს კონტაქტური არის. ხო და ამოდროულად შენს უნდა დასვა კითხვა ეხა. რაც გინდა არ არის აუცილებელი რა სპორტული კითხვა იყოს აი რა კითხვაც გინდა.
მაგრამ ცოსოს კითხეს, მთელი ცხოვრება რო ჭამდა ერთ საჭმელს, ერთ კერძს, რა კერძს აირჩევდიო. კატლეტი და პიურე. ბიჭო, ნუ ისინი მეც მევასე. არა, სასაცილო იცი რა და იო, ეხა მითხლებაო, მაგრამ კატლეტი და პიურე. მეც მევასე კატლეტი და პიურე. მეც. აი კატლეტი. მე მაინც ხინკალი მიჩვენე. ხინკალი ხო. ალბათ აქ ვინც მოდიან, ყველა მაინც სპორტით არის, ხო? ასე თუ ისე დაკავებული თუ არ არის. ნუ ერთის გარდა ყველა სპორტი, სალომე იყო ფსიქოლოგი ერთი. მაგის გარდა ყველა თითქოს სპორტი, ფიზიკური აქტივობა 99% რაღაც სპორტი, ფიზიკური აქტივობა, რაღაც ეგეთი. მოდი ესეთი, შემდეგი შეიძლება კვარაცხელია იყოს. ან მე დვალიშვილი მეგობრებო. გიორგიო რომ გიორგი გიორგი კვარაცხელი. და იმ კვარაზე რო ეკითხები რაღაცებს. ალბათ ესე ვთქვა. ძალიან ბანალურიც რო არ იყოს. იყოს ბანალური კითხვა არ გქონია. არა. ლია თოფურია და ქალი რომ ლია რო არის. შენაგის თორე ლია თოფურია და ლია თოფური. გავიჭედე. გაჭედა ხო ეს? იყოს ბანალური რა. არა, ბანალური კი არა ზოგადად. ვფიქრობ სპორტის ჭრილში. თუ გინდა არ დაუსვა სპორტული კითხვა. თუ გინდა არ დაუსვათ. კითხვა და ერთხელ კითხვა ქონა როგორ ხარ უბრალოდ ეკითხებოდა რა შენ როგორ გზნობ თავს ეხავ რა. მაგ ის იყო, იქ სალომე იყო. ხო, ნუ მაინც. ფსიქოლოგი. პროფესიას რას აირჩევდა მაშინ თქვა ეს პროფესია რო არ ქონოდა რა ეხლა რასაც რასაც ეხლა აკეთებს ეგ რო არ ქონოდა რა ძალიან კითხვა. კი ბატონო კი. ოკეი ეკარი მეგობრებო. მადლობა ირაკლი მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან ისეთი სასიამოვნო იყო ჩვენთვისაც იმედია საინტერესოც იყო ამასთან ერთად იმედია კიდე გვექნება რა პოდკასტი დიდი სიამოვნო